მაშასე, სავანჩუდობის საყვალას კეთილი დაბრუნება პარაბელუმზე. სარეჟისოროდან მეუბნებიან, რომ კარგად ვართ, მომზადებულები და მზად ვართ. არ ვიცი რატო, მაგრამ ასეა. მაშასე, ნახავთ რა გამოვა, როგორც დიეგო ბატი ამბობს, ალბათ მომავალში ბევრად მეც გააკეთებს, ვიდრე სხვაგანი. შემდეგ თუ მოუდება თვითონ აუხსნის მას. მაგრამ საინტერესოა, როგორ პოლარიზდება ხალხი. ყველაფერზე ცოტას ვისაუბრებთ. პატარა სპოილერი, მხოლოდ ვენესუელაში მიწისძვრაზე არ ვისაუბრებთ, როგორც იმაზე, რომელიც ტრამპმა გამოიწვია ისე რეალურზე. ეს ტრაგედია, რომელიც ამ ქვეყნის მოსახლეობას ნამდვილად არ სჭირდებოდა, განსაკუთრებით ბოლო დროის დათვალისწინებით. ვისაუბრებთ კუბაზე, ვისაუბრებთ რა თქმა უნდა პერუზე, რადგან იქ კიდევ ერთი პოლიტიკური მიწისძვრა მოხდა, რაც სხვა რამეა და კოლუმბიაზეც, სხვათა შორის. საინტერესო იყო ჩემთვის, როცა კოლუმბიისა და მექსიკის მატჩს უყურებდი, კითხე, კოლუმბია, მექსიკა, ეკვადორი, მექსიკა გრძნობრო ერთმანეთს არ ესაუბრებიან. და მაშინვე სწრაფად მივედი დიეგო ბატისთან და უთხარი, ამიხსნი ამ ამბავს, რომ დიპლომატიური ურთიერთობები შეწყვიტეს. მე კიდევ სასიამოვნოა იმის ნახვა, რომ ფეხბურთის მატჩებს მხოლოდ მსოფლიო ჩემპიონატზე უყურებ, არა იმ კლასიკურ ჩემპიონატს. შიგნით კიდევ აქვთ გეოპოლიტიკური თემებიც, დღესაც ამაზე ვილაპარაკერო, თემას არ გადაუხვიო. მე გამოვიტანე ერთი მოკლე ვიდეო დონალდ ტრამპის ჩარევაზე, როცა მან კაცლად ჩაერია ბარათის საკითხში, არა. რომ გარკვეულწილად ალბათ ასე უკეთესცა. რადგანაც მათ ათამაშეს მოთამაშე და შემდეგ 4 ერთთან წაადეს, აღარ აქვს გამართლება. არც მეტი, არც ნაკლები. მაგრამ ინტერნეტში ყველამ გადაირია რაღაცა სტილში. ტრამპი ბელგიას სანქციებს დაუწესებს, ან ბელგიას დავიფხრობთ. მემები ყველგან იყო და ასე შემდეგ. ბელგიის ვებუხტელებმაც ცოტა აღნიშნეს ეს. იმიტომ რომ თუ ბოლო ბალეტს უყურებ, ისინი ტრამპის ბალეტს ასრულებენ. ასე რომ ფეხბურთშიც არის რაღაცები, რაც ადრე ახდებოდა, იყო ერთი ძველი ლაივი, რომელსაც ეხება ფეხბურთის გეოპოლიტიკა, რადგან გუნდები არიან, რომლებიც ერთმანეთს ზულთ, არა მხოლოდ ისტორიული და საფეხბურთო მიზეზების გამო, არამედ სხვა უფრო ღრმა საკითხების გამოც. ასე რომ, გთხოვ, რით გინდა დაიწყო? მე ვიცხებდი ვენესუელით. როგორც ახლა თქვი, მსოფლიოზე ერთ-ერთი ფრაზა, რომელსაც ამ დღეებში ხშირად ვიმეორებთ, არის ნამდვილი მსოფლიო ჩემპიონატი ვენესუელაში ტარდება. სამაშველო ჯგუფები 30-ზე მეტი ქვეყნიდან ჩავიდნენ იქ, რათა რაც შეეძლოთ ყველაფერი გაეკეთებინათ 24 ივნისის მიწისძვრის შემდეგ. არაერთი პოლემიკის ფონზე, როგორც ჩანს. არაერთი პოლემიკის ფონზე, მე სწორედ პოლემიკებიდან ვიწყებ. ადრე ბექსტეიჯში გითხარი, რომ ძალიან გაბრაზებული ვარ და ეხლა ვეცდები მსმენელებთან, მაყურებლებთან ერთად ცოტა შევაჯამო სიტუაცია. ამიტომ ვინც დღეს საღამოს გესაუბრებათ, მხოლოდ ანალიტიკოსი არ არის, ის ადამიანი ვარ, რომელიც ვენესუელასთან არის დაკავშირებული, რომელიც ვენესუელაში ყოფილა. მე მიწისძვრის ადგილებში ვიყავი კარაკასში, სადაც შენობები დაინგრა 2018 წელს, ცხოვრობდი ალტამირაში, ჩაკაოში, ლოს-პალოს გრანდეში. ლაგუაირაში 2 წლის წინ ვიყავი, უკვე მოვისმინე ჟურნალისტები, რომლებიც ამბობდნენ, ლაგუახირა კოლუმბიის რეგიონია. დიახ. ლაგუაირა არის იქ, სადაც კატასტროფა მოხდა. შემდეგ ნახავთ არა მხოლოდ იქ, ზონის გეოგრაფიასაც ცოტა შევხედავთ. ამიტომ დღეს საღამოს თქვენთან საუბრობს ადამიანი, რომელსაც სხვათა შორის ოჯახის ნაწილი ვენესუელელია. მე ვენესუელაში მუშაობ 2016 წლიდან უკვე 10 წელია. ამიტომ მოკლედ დღეს საღამოს თქვენთან საუბრობ ცოდნით, დეტალებითა და კონკრეტული ინფორმაციით. sulla questione. გაცვით ანგარიშებს იმაზე, რაც ხდება და რაც მოდის. ინფორმაცია, რომელიც პირდაპირ ადგილზე მოდის. ასევე ამ ქვეყნის კოლეგებისგანაც. კიდევ ერთი სპოილერი, იტალიაში წერგაზე ფატო კოტიდიანოსთვის, სუეტს უკვე 7 წელია წერ ბლოგს და ამაზე იდეალურია ზუსტად. ვაგზელებ ამ ბლოგის დაყვანას, რადგან მაძლევენ სრულ თავისუფლებას ყველაფერზე, რაც უნდა დავწერო ან მინდა დავწერო. ლათინურ ამერიკაზე დაახლოებით კვირაში 1 სტატიას ვაქვეყნეთ. წაიკითხეთ კომენტარები იმაზე, რასაც მწერენ და მიხვდებით, რომ ნამდვილად არ ვარ, ესე ვთქვათ, ფატო კოტიდიანოს ხაზზე.
ეხლა ვხუმრობდით და ვიცინოდით მირკოსთან ერთად. იმიტომ რომ ბოლო სტატია, რომელიც ვენესუელაზე დავწერე, ცოტა ზედაპირულად თქვი ის, რასაც ეხლა დეტალურად მოგიყვებით. დღეს, რა თქმა უნდა, დამაბრალეს, რომ ვარ ტრამპის საიდუმლო აგენტი, რომელსაც CIA უხდის ფულს. შენ ჩადიხარ პარაბელუმთან სიახლოვის დანაშაულს. ზუსტად. მერე იყო ძალიან კარგი კომენტარი, სადაც თქვეს, ნახეთ, სტატიის ავტორი პარაბელუმის ორბიტაშია. ასე რომ უკვე ყველაფერი ნათქვამია. არა, მაგრამ გეუბნებოდით ამ ქვეყნის კოლეგებს, რადგან მე საერთაშორისო დონეზე ცოტა რომ დავტოვოთ, ნებამომეცით ეს ფრაზა გამოვიყენო, პატარა იტალია, რომელიც ჟურნალისტურად ცოტა ავტორეფერენციულია საერთაშორისო დონეზე, წერდა ვაქვეყნებ ელპაესში, ასე რომ კოლეგები ელპაესედან ამ ქვეყნის კოლეგები, ისინი ძალიან კარგ ჟურნალისტურ მასალებს, ძალიან კარგ რეპორტაჟებს აკეთებენ, ვენეციალური ჟურნალისტური თვალსაზრისით არა. ისინი აღმოაჩენენ ისეთ რაღაცებს, რასაც, რა თქმა უნდა, რეჟიმი, რომელსაც დღეს ინტერის პრეზიდენტესა ინტერისი ინდელცი როდრიგესი ხელმძღვანელობს, ცდილობდა დაეფარა. მაშ რატომ არ გაბრაზებული? იმიტომ რომ ხედავ როგორ არის გაშუქებული ეს თემა ჟურნალისტური თვალსაზრისით, ხედავ რომ ვენესუელაში ძალიან ცოტა ადამიანი იგზავნება. მოდიში მე შევნიშნე რომ როგორც კი მსოფლიო ჩემპიონატი დაიწყო, სხვა რაღაცები, ეს ამბავი, კი, პირველი 2-3 დღის შემდეგ არაფერი, თითქმის არაფერი, თუმცა იტალიამ სამაშველო ჯგუფი გაგზავნა, ასე რომ აპლოდისმენტები იტალიას რო იქ იყო. მაგრამ ანუ ხედავ ანგარიშებს და ჩვენ წავედით სანახავად. ვენესუელაში მცხოვრები ადამიანები, რომლებიც აბსოლუტურ სიგარიბეში არიან, არაფერი აქვთ, მაგრამ მაინც უნდათ რომ ჩვენს გაგვიზიაროთ. ყველაფერი დაკარგეს, მაგრამ ბავშვები იცინიან. არსებობს ჟურნალისტური, პატერნალისტური ნარატივი, რომელსაც შინაარსი არ აქვს, რომელიც უბრალოდ აანალიზებს, არ აკეთებს არანაირ კრიტიკას, არანაირ ვაფშე. დღეს ამას არ გავაკეთებ. დღეს რეალურ საკითხებზე ვისაუბრებთ იმაზე, რაც აბრაზებს ადამიანს. ვივდებით, რომ როცა ვენესუელაზე საუბარს დავასრულებთ ამ პირველ ნაწილში, თქვენც გაბრაზებული იქნებით. კარგი, მაშინ დავიწყოთ თუ გინდა მირკო. მაშ პირველ რიგში გეტყვიან უკვე გითხრეს და პლავად სიტყვიან, რაც ვენესუელაში მოხდა, იყო მოულოდნელი, მოუმზადებელი და გაუთვალისწინებელი. ეს იყო მიწისძვრის ორმაგი დარტყმა. 7.2, შემდეგ 7.5, სულ რაღაცა 40 წამში შეიძლება ვთქვა, რომ ამ საკითხში უცოდინარი ვარ. მიუხედავად იმისა, რომ საერთოდაც უცოდინარი ვარ, ვიცი, რომ იქ სახლები კარგად არ იყო აშენებული და ეს ყველასთვის ცნობილი იყო და ამ საკითხში ნამდვილად უცოდინარი ვარ. მიუხედავად იმისა, რომ უცოდინარი ვარ, ვიცი, რომ იქ სახლები კარგად არ იყო აშენებული. და ეს საკმაოდ ცნობილი ამბავი იყო. ეს არ არის მხოლოდ სეისმური ზონა, არამედ ყოველ 5060 წელიწადში ერთხელ იქ მიწისძვრა ხდება. ამიტომ მოკლედ უკვე რო თქვათ, ეს იყო მოულოდნელი ტრაგედია, რომელმაც ყველას სიუმპრიზად დაატყდა თავს. არა, ეხა სინამდვილეში ორმაგი მიწისძვრა, როგორც ეს მოხდა, ძალიან იშვიათი სეისმური მოვლენა. ეს ხშირად არ ხდება, ესე თქვათ. მე ამ საკითხში ექსპერტი არ ვარ, მაგრამ ვარ ექსპერტი ვენესუელის უახლეს ისტორიაში და ვერ ვიტყვი რომ სხვა მიწისძვრები ყოფილა. თუ ცოტა დაუბრუნდები, საწყის ბარათზე პირველზე და მარჯვენა მხარეს ხედავთ ფრაზას, რომელიც კარაკასის ცენტრშია. რასაც ამბობს სიმონ ბოლივარი. 1812 წელს კარგი. სიმონ ბოლივარი, რომელიც ამერიკის დიდი განმათავისუფლებელია, მაგრამ ის ვენესუელელი იყო, კარაკასიდან, მანტუანო იყო. მანტუანები იყვნენ ის კრეოლები და ესპანელების შვილები, რომლებიც ამერიკაში დაიბადნენ და ჰქონდათ ბევრი ქონება და სიმდიდრე. 1812 წელს დიდი მიწისძვრა მოხდა. და სიმონ ბოლივარი ვენესუელელი მოსახლეობის იმედგაცრუების წინაშე, რომელიც ცდილობდა წამოწეულიყო და აჯანყებული იყო ესპანეთის იმპერიის წინააღმდეგ. ამბობს ამ ცნობილ ფრაზას, თუ ბუნება შეგვეწინააღმდეგება, ვიბრძოლებთ ბუნების წინააღმდეგაც და გავიმარჯვებთ. იგივე მასზე საუბრისას, სწორედ იმ საშინელ მიწისძვრის კონტექსტში, რომელმაც 1812 წელს კარაკასი გაანადგურა. ასე რომ მოკლედ უკვე სიმონ ბოლივარის დროსაც ვიცოდით, რომ ეს რეგიონი სეისმური იყო. თუ კიდევ გავაგრძელებთ, ხედავთ, რომ ეს არის ის რეგიონი, სადაც ერთიანი მიწისძვრა მოხდა, სწორედ ის რეგიონი, რომელიც განლაგებულია რღვევაზე. ეხლა ის ტერიტორია, რომელსაც მარცხნივ ხედავ, სადაც არის კატია-ლა-მარი და სხვა ტურისტული ზონები, უნდა წარმოიდგინოთ, რომ ეს არის მთლიანად სანაპირო ზონა. ესე რომ წარმოიდგინეთ, ძალიან მაღალი შენობები, რომლებიც პირდაპირ სანაპიროზე დგას. რა თქმა უნდა, კრისტალურად სუფთა ზღვა, ულამაზესი კარიბის ზღვა, ამ ზონის უკან შემდეგ არის კიდევ ერთი სურათი, რომელსაც უკეთესად ვნახავთ.
ამ ზონის უკან არის მთა, რომელსაც მონტე ავილა ქვია. არის? ეს არის მქა, რომელიც კარიბის ღარგასის ზღვას კარაკასისგან ყოფს. იმ მთის უკან უკვე დედაქალაქი კარაკასი. და იქ ხედავთ კიდევ ერთ მნიშვნელოვან ადგილს, რომელსაც მაიკეტია ქვია, სადაც დედაქალაქის ოფიციალური აეროპორტია. მაიკეტია, ეს არის აეროპორტი, რომელიც მიწისძვრამ დააზიანა და ამიტომ გამოუსადეგარი გახდა. ამ მიზეზით ყველაზე ხშირად გამოყენებული აეროპორტი ვალენსიის აეროპორტი იყო, რომელიც ვალენსიაში მდებარეობს, რა თქმა უნდა, ვენესუელაში და ის დედაქალაქ კარაკასიდან 2 საათში. ეხა ეს უბრალოდ იმისთვის, რომ ცოტა ინფორმაცია მოგაწოდოთ. აქ ასევე შემოგთავაზეთ გარკვეული შეფასებები, რადგან ვიცი რომ ამ არხის მაყურებლებს, მათ შორის შენც მირკო, გიყვართ რიცხვები და გიყვართ რომ ყველაფერში ძალიან ზუსტები იყოთ. ამიტომ გაეროს კატასტროფების პრევენციის ოფისმა შეაფასა მიწისძვრის ფიზიკური, ეკონომიკური და სტრუქტურული ზემოქმედება. პირდაპირ ფიზიკური ზარალი შეადგენს 37 მილიარდ დოლარს, საიდანაც 24 მილიარდი შენობებზე მოდის, ხოლო 13 მილიარდი ინფრასტრუქტურებზე, რომლებიც ისედაც საშინაო მდგომარეობაში იყო. და ეს გამოწვეულია იმით, რომ ბოლო 20 წლის განმავლობაში ინფრასტრუქტურებზე ძალიან ცოტა მოვლა და ჩარევა განხორციელდა. სხვები იტყვიან, რომ ეს ამერიკის შეერთებული შტატების ეკონომიკური ომის ბრალია, რითაც მთლიანად იხსნიან პასუხისგებლობას ვენესუელის რეჟიმის მმართველობისგან. იცით თუ არა რომ ეს ციფრები შეადგენს მთლიანი შიდა პროდუქტის 4%-ს. ოდის გიხდით ეს ვენესუელის ესპანურად თქვი და საჯიროა ამჟამად ვენესუელის ეკონომიკისთვის დაბრუნების სავარაუდო პერიოდი, რომ ეს ხვრელი კარგი 180 წელიწადში შეივსოს. ამ მონაცემების მიხედვით, რომლებიც გაეროსგან მოდის, ეს არ არის რომელიმე მიკერძოებული პირისგან, ნიუ-იორკის ოფისიდან, არა, ეს მოდის გაერთიანებული ერების ორგანიზაციის კატასტროფების პრევენციის სააგენტოდან. აქ მარჯვნივ შეგიძლიათ ნახოთ, როგორ დარჩა ზოგიერთი ტერიტორია შენობები ესპანეთში 15-20 სართულიანი, რომლებიც დომინოსავით დაეცნენ ერთი სართული მეორეზე. წარმოიდგინეთ ადამიანური ტრაგედია, რადგან შემდეგ სწორედ ამას უყურებთ. ტლატეპალმის და ასეთი ტიპის მიწისძვრის ადამიანურ ასპექტს, რაც ყველაზე მეტად უნდა გაგვაბრაზებდეს. ამ დროისთვის საუბარია 3300-ზე მეტ გარდაცვლილზე და დელსი როდრიგესის რეჟიმი არ სურს დაკარგულთა რაოდენობაზე საუბარი. აქ კიდევ ერთი განმარტებაა საჭირო. ეს ლოგიკა არ არის. რადგან იქ მართლა ყველაფერი წავიკითხე 40,000, 50,000, 70,000, 80,000 საუბარია დაახლოებით ამაზე, ეს ზუსტი არ არის, ნომერი 2. არაფერი გასაგები არ არის. საუბარია დაახლოებით 50,000 დაკარგულზე, მაგრამ ვინ ლაპარაკობს ამაზე? ჯანმო, რადგან ვენესუელაში რეჟიმმა დაახლოებით 15 წლის წინ შემოიღო სტატისტიკური გაუმჯობესების სისტემა და მონაცემებს არ აძლევენ, რატომ არ აძლევენ მათ? იმიტომ რომ არ უნდათ. თუ იმიტომ რომ არ აქვთ რეალური და ეფექტური ინსტრუმენტები ამ მონაცემების დასათვლელად ადგილზე, სინამდვილეში როცა მონაცემებს აძლევენ, ეს ყოველთვის აბსურდული მონაცემებია, რომლებიც რეალობას არ შეესაბამება. ამ დროისთვის აღრიცხული დაღუპულების რაოდენობაა 3300 დაღუპულების შესახებ შეგვიძლია საკმაოდ დარწმუნებულები ვიყოთ, რადგან ადგილზე მუშაობს წითელი ჯვარი, რომელიც ვენესუელის რეჟიმის სტრუქტურასთან ერთად მოქმედებს. თუმცა დაკარგულების მონაცემები ვიცით, ჯანმოს გათვლებით საუბარია დაახლოებით 50,000 დაკარგულზე და სამწუხაროდ ეს რიცხვი ძალიან სავარაუდოა, რადგან ეს შენობები, რომლებიც ჩამოინგრა, ხალხით იყო დასახლებული. სხვათა შორის ეს იყო დღესასწაული დასვენების დღე, რადგან ეს იყო სან-ჯოვანის დღე, რაც ვენესუელაში განსაკუთრებით აღინიშნება, განსაკუთრებით სანაპირო ზონაში. ეს არის სინკრეტული დღესასწაული აფრიკული რელიგიებისა და ხალხების, ან დღევანდელი აფროდესცენდენტების, რომლებიც აფრიკიდან ბოკილებში ჩამოიყვანეს და შემდეგ ამ სინკრეტულ განზომილებას ჩაუყარეს საფუძველი. სან-ხუანის დოლების თანხლებით, ეს იყო დღესასწაული, ქუჩების სავსე იყო, ხალხი სახლებში ზეიმობდა, ხალხი სანაპიროზე ზეიმობდა, ამიტომ ზიანი მაქსიმალურია, ამიტომაც ბევრი ტურისტი იყო. უკვე საუბარია 20,000 დემილზე, რომლებსაც ოჩას დახმარება დასჭირდებათ.
ეხლა ვინც არ იცის, მე საერთაშორისო ჰუმანიტარული მუშაკი ვარ. მრავალი წლის წინ დავიწყე მუშაობა საგანგებო სიტუაციებზე, ამიტომ სამ საკითხს გეტყვით მათთვის, ვინც არასდროს უმუშავია საგანგებო სიტუაციებზე. ნიშნულოვანია იცოდეთ, რომ საგანგებო სიტუაციებზე სამ მიმართულებაზე მუშაობენ. გადარჩენა, დახმარება, აღდგენა. ანუ გადარჩენა, განსაკუთრებით პირველი 72 საათი, რათა ვეცადოთ, გადავარჩინოთ ისინი, ვინც ნანგრევებშია მოყოლი. და ზვავების, მიწისძვრების დროს, როცა ადამიანები სიცოცხლისა და სიკვდილის ზღვარზე არიან. ამ დროს ეს პერიოდი შეიძლება გაგრძელდეს. ვენესუელაში ნანგრევებიდან ცოცხალი ადამიანები ამოიყვანეს 10 დღის შემდეგ, 11 დღის შემდეგაც კი, თუმცა რეალურად უკვე სამაშველო ჯგუფები, პირველი სამაშველო ჯგუფები, რომლებიც ნანგრევებში მუშაობდნენ, უკვე ტოვებენ ვენესუელას. შემდეგ არის მეორე ფაზა, ეგრეთ წოდებული დახმარების ფაზა შვებისა, რომელზეც მოუწევთ მუშაობა, რომ ამ 20,000 ადამიანს საცხოვრებელი სივრცე შეუქმნათ. საჭიროა დაჭრილქა მკურნალობა და იტალიური მეთოდით უნდა დაიწყონ. მაგალითად რა იყო კონტეინერი. იტალიურად მუშაობა მაგალითად კონტეინერები, სადაც ბროდთან ერთად მუშაობენ, დიახ. სამწუხაროდ გონია რომ ვერც ამას ვერ მიიღებენ მირკო. იტალიური მეთოდი ამ შემთხვევაში უკვე მნიშვნელოვანი წინსვლა იქნებოდა ვენესუელისთვის. შემდეგ იქნება აღდგენის პერიოდი, მაგრამ ეს მესამე ეტაპია, რომელიც ყოველთვის ბევრად მოგვიანებით მოდის. და აქ რასაც ხედავთ და მე ვფიქრობ, რომ ეს ნამდვილად ძალიან ნათელი გახდა მომხდარის შემდეგ, ვენესუელის ყველაზე დიდი სარეზერვო აქტივი ნავთობი კი არაა, არამედ მისი ხალხია. პირველი წუთიდანვე, მაშინაც კი როცა ჯერ კიდევ არ ესმოდათ რა მოხდა, ადამიანები, რომლებმაც ნანგრევები და ჩამონგრეული შენობები დაინახეს, ხელებით დაიწყეს თხრა, რომ ნანგრევებიდან ხალხი გამოეყვანათ. არმია არ გამოჩენილა და ჩვენ ჯერ კიდევ ველოდებით, როდის გამოჩნდება, მე ამაზე ვისაუბრებთ. აქ ხედავთ ვენესუელელი არტისტის ნამუშევარს, რომელმაც შექმნა ძალიან ლამაზი სურათი, სახელწოდებით ხალხი ხალხს იხსნის, ადამიანები ადამიანებს იხსნიან. და სურათზე ჩანს მაგალითად ქვედა მარცხენა კუთხეში ვენესუელელი წმინდანი, რომელიც არის დონ გრეგორიო ერნანდესი, ის ექიმი იყო და ძაღლი. არ ვიცი ხედავ თუ არა, ამ ძაღლს ცუნამი ქვია. და მან ათეულობით სამაშველო ოპერაცია ჩაატარა და ნანგრევებში მოყოლილი ადამიანების პოვნა პირველ საათებში, პირველ დღეებში მიწისძვრის შემდეგ. ადამიანი, რომელსაც მარჯვენა ზედაკუთხეში ხედავთ, თაგვს ეძახიან. ეს არის ადამიანი, რომელმაც მარტო პირველ 4 დღეში ნანგრევებიდან 60 ადამიანი გამოიყვანა. მარტო, ალბათ სხვა ადამიანებთან ერთად, მაგრამ უშუალოდ არანაირი დახმარების გარეშე, არც მოხელეებისგან, არც სამხედროებისგან, არც არავისგან. ის ორი დრით დააკავეს, ძალოვანებმა გააქრეს. ვენესუელის სამართალდამცავებმა დააკავეს, რადგან კამერების წინ დაიწყო წუწუნი იმაზე, რომ სამხედროები ქუჩებში არ იყვნენ, რომ სახელმწიფოს ჩარევა არ ხდებოდა, რომ მთავრობა სრულიად არ ჩანდა, ამიტომ დააკავეს. როგორც ხედავთ სურათზე, თაგვის ქვემოთ, ხედავთ, რომ ხალხი ყველა იმ სურათს შორის, რაც თქვენთვის მოვიტანე და ნახეთ, სპეციალურად არ მეძებნა ისინი, მაგრამ ყველა სურათი, რაც ადრე გაჩვენეთ, თუ დააკვირდებით, თუ შეძლეთ ცოტა უკან დაბრუნდეთ მირკო, ნახეთ სურათები ქვედა მარჯვენა კუთხეში. ხედავთ ორ სურათს მარცხნივ. და თუ წინა სურათებსაც დავაკვირდებით, ვერც ერთ სამხედრო პირს ვერ ნახავთ. ვერც ერთ პოლიციელს ვერ ნახავთ. ყველა ეს ადამიანი იმპროვიზირებული ჩაფხუტებითა, ჟილეტებით, ადამიანები, რომლებიც სხვა ქვეყნებიდან არიან ჩამოსულები და სამაშველო ოპერაციებში მონაწილეობენ, ელ-სალვადორი ერთ-ერთი პირველი იყო, ასევე ჩამოვიდნენ სამაშველო ჯგუფები მექსიკიდან, როგორც იცით, ეს ქვეყანა მაღალი სეისმური აქტივობით გამოირჩევა, ამიტომ ძალიან გამოცდილი არიან, მაგრამ სამხედროების ყოფნა არ ყოფილა. ასე რომ, თუ ეხლა კი თუ გავაგრძელებთ, ვილგო აქ გიჩვენებთ რამდენიმე იმ ჯგუფიდან, რომლებიც ჩამოვიდა. და ესპანეთი, რა თქმა უნდა, ესპანეთი იყო პირველი, რომელიც ამერიკის კონტინენტს გარეთ ჩამოვიდა. რა თქმა უნდა, კულტურული და ისტორიული სიახლოვის გამო რაც არსებობს ვენესუელასთან, მაგრამ ასევე იტალია, სალვადორი, კატარი, ბოლივია და სამაშველო ჯგუფები ჩამოვიდნენ. და აქ ვამბობთ ამას, ესეა, ეს ძირითადად საღამოს პირველი იყო და თითქმის ყველა ქვეყნიდან. ამიტომ პასუხი უზარმაზარი იყო. მე დავინახე დაძაბულობა ამერიკულ ჯგუფთან. ისინი თითქმის არ აძლევდნენ საშუალებას თავი გაეგებინებინათ. დაძაბულობა, მივალთ ამაზე, დაძაბულობა ამერიკულ ჯგუფთან. ეს ყველაზე სულეგური რამაა მსოფლიოში. ანუ ამბობ ეს იყო, მაგრამ ამბობს ერთს. არის რაღაცები, მილკო, რომლებიც დამალულია, ესე ვთქვათ, მაგრამ ვინც იცნობს სიტუაციას, იცის რატო იყო დაძაბულობა. თუ გგონია ლაგუაირა ამბობენ, ლაგუაირა. თუ ლაგუაირაზე ვიფიქრებთ ერთ ზონაზე ვიმეორებ,
ძალიან ტუღის სტულზე, რომელშიც თავრობამ ბევრი დააბანდა, ეს არის ზონა ცენტრალურ აეროპორტთან ახლოს. რა თქმა უნდა, ჩვენ საუბრობთ თავრობაზე, რეჟიმზე, რომელიც უამრავ უკანონო გადაზიდვას ეწევა, სადაც ჩართულია არმია, ჩართულია სამართალდამცავი სტრუქტურები. ერთ-ერთი მთავარი საწყობი ყველა იმ ტრაფიკისთვის, რომელსაც არმია და სამართალდამცავი სტრუქტურები აკონტროლებდნენ, იყო ლაგუაირა. ამიტომ, როგორც კი მიწისძვრა მოხდა, პირველი პრობლემა, თქვათ, მათთვის, ვინც ამ ტრაფიკებს მართავს, არის უსაფრთხოების უზრუნველყოფა. ანუ იმ ადგილების, სახლების, უსაფრთხო სივრცეების დაცვა, სადაც ეს ყველაფერი ინახებოდა და რაც ამ ტრაფიკების ნაწილი იყო. სინამდვილეში, ერთ მომენტში ლაგუაირაში ჩნდებიან სატვირთოები, რომლებიც მიაქვთ სეიფები, ლოკერები, ხელის ანაბეჭდით გასახსნელი ციფრული საკეტებით. ანუ ჩანს ამწეები, რომლებიც მიაქვთ კონტეინერები, რომლებიც სეიფებია, მაშინ როცა პერსონალური ტრანსპორტი არ ჩანს. არც ძიმე ტექნიკა, არც სამხედროები, რომლებიც ეხმარებიან სამოქალაქო მოსახლეობას ნანგრევებიდან ადამიანების გამოყვანაში. ასე რომ იყო ეს სიურრეალური სიტუაციებია, სიურრეალური. ლაგუაირა თითქმის მაშინვე იკეტება დიოსდადო კაველიოს მიერ, რომელსაც ხედავთ გამოსახულების მარჯვენა მხარეს. მარცხნივ დენცი როდრიგესია. გამოსახულების მარჯვენა მხარეს კი დიოსდადო კაველიო, რომელიც შინაგან საქმეთა მინისტრი. მის თავზე ჯიუდოა დანიშნული შეერთებული შტატების მხრიდან, ასე რომ კარგად დავიმახსოვროთ, მადუროს შემდეგ შეერთებული შტატები მასაც უნდა დააკავოს. და ვენესუელის საჯარო წესრიგის დალებისა და არმიის უმოქმედობის ფონზე ხალხი განსაკუთრებით კარაკასის ნასის ნაკლებად დაზარალებული უბნებიდან იწყებს, როგორც ხედავთ ცენტრალურ ფოტოზე, ჰუმანიტარული კორიდორის შექმნას მოტოციკლებით და იწყებენ წყლის მიტანას. საკვებს, ნიღბებს, ჩაფხუტებს, ყველაფერს რაც შეუძლიათ, წაიღონ ამ ავტოსტრადაზე, რომელიც კარაკას აკავშირებს და კარაკას ლაგუაირასთან აერთებს. და ერთ დღეზე ნაკლებ დროში, დაახლოებით, ლაგუაირა მილიტარიზდება, სამხედროები კეტავენ მას. არავის ატარებენ, მოხალისეებს ეუბნებიან, რომ უნდა დარეგისტრირდნენ, სანამ გაივლიან და ამბობენ, რომ ამას აკეთებენ იმისთვის, რომ სამაშველო ჯგუფებს მუშაობის საშუალება მისცენ. სამაშველო ჯგუფები, რომელთა უმეტესობა ჯერ კიდევ არ იყო ჩამოსული და სამხედროები არ მუშაობდნენ. ასე რომ გაუგებარია, რომელ სამაშველო ჯგუფებზეა საუბარი. მართლაც ფიქრობენ, რომ გუაირა დახურეს იმისთვის, რომ გამოეტანათ მთელი რიგი ელემენტები, რომლებიც დიოსდადო კაველიოსთვის პრიორიტეტული იყო, რომელიც როგორც ვიცით, მარქავს კოლექტივოსებს, ანუ პარამილიტარულებს, რომლებიც ვენესუელის ქუჩებს აკონტროლებენ. რატო არის ეს მნიშვნელოვანი? რადგან 2014 წლიდან მოყოლებული პროტესტების დროს ჩვენ ისინი მუდმივად ვხედავდით. სამხედროები აკონტროლებდნენ ქუჩებს, ძიმე ტექნიკა, ყველა სახის იარაღი და ვხედავდით, როგორ ჩდებოდნენ ყველა კუთხეში პოლიციის ძალები, სებინი, ბოლივარიანული, ეროვნული გვარდია, ყველაფერი. მიწისძვრა მოხდა და არც ერთ ფორმიანს არ ხედავთ. სამხედროები დარჩნენ ყაზარმებში. და ეს რატო? იმიტომ რომ გასაგებია. პირველი კითხვა დელსი როდრიგესისთვის იყო, რას ვაკეთებთ? ყველაზე დიდი რისკი აქვს სახელმწიფო გადატრიალება. სინამდვილეში დელსი როდრიგესი მიწისძვრის შემდეგ ბევრად გვიან გამოვიდა ქუჩაში და როგორც ესპანურად ამბობენ, მას დაუსტვინეს და შეხვირეს. სისინი, ხვირილი გააგდეს იქიდან, რადგან არ სურდათ მისი ნახვა, არ სურდათ მისი იქ ყოფნა. და შემდეგ მივდივართ და ცოტა ხნით შევჩერდები, რომ კითხვებზე უპასუხო და გავიგო, მივდივართ შემდეგ. ნახოთ ცოტა ხნით აქ, თუ ცოტა წინ წავიდეთ, კარგი. მანამდე არის დიახ ეს სურათი, რომელიც საშინელია, შემდეგ გადავდივართ იმ სურათზეც. იფიქრეთ, რომ ის მცირერიცხოვანი სამხედროები ან მცირერიცხოვანი ბოლივარიული ეროვნული გვარდიის წევრები, რომლებიც ტერიტორიაზე გამოჩნდნენ, სახლების ძარცვაში იყვნენ შემჩნეული. ეს პიროვნება, რომელსაც აქ მარცხნივ ხედავ, გამოიჭირეს, როცა ნანგრევებში დაძვრებოდა, ეძებდა, ბოლოს იპოვა კიდეც და დოლარები. სახლში არსებული სეიფი დოლარებით გახსნილი იყო. მეზობლებმა გამოიჭირეს, როცა დოლარების წავება ცდილობდა გადაიღეს კიდეც და შემდეგ ვენესუელის სამართალდამცავებმა მთელი სპექტაკლი დადგეს, თქვეს, რომ დააკავეს, რომ სამსახურიდან დროებით ჩამოაშორეს
მაგრამ არსებობს ათობით ვიდეო, სადაც ჩანს, რომ ბოლივარის ეროვნული გვარდიისა და იქ ყოფის სამხედროების ნაწილი ან შეიარაღებული იყო და ან არ ჰქონდათ ნიჩბები, ასე რომ არ ეხმარებოდნენ. ეს კიდევ ერთი ძალიან ცნობილი ვიდეოა ამ ვენესუელური მომენტიდან. ხედავთ, რომ ეს სამოქალაქო პირია, ნიღბით, ვენესუელელია, რომელიც დღეების განმავლობაში ცდილობდა ნანგრევებიდან ხალხის გამოყვანას და ყვირის სამხედროებს რასაკეთებთ აქ საბრძოლო იარავებით. სად არის ნიჩბები? სად არის ნიღბები? რატო ვარტხრით? და რა თქმა უნდა, ამ ადამიანებს ყურადღება თითქოს ადვილია ამის თქვა, მაგრამ ისინი დიდ რისკს იღებენ. აქ ხედავთ კიდე ერთ ფოტოს, სადაც ჯარისკაცი ახლახან რაღაცას მიაქვს სახლიდან, არა? ამიტომ არის ძალიან დიდი უკმაყოფილება. უკმაყოფილება, რომელიც გააჟღერეს. შემდეგი სლაიდი დელსი როდრიგეს მის პირველ პრესკონფერენციაზე, რომელიც საერთაშორისო მედიასთან მოუნცია და არა რეჟიმის ჟურნალისტებთან. რადგან ადრე დელსი როდრიგესის პრესკონფერენციებზე ესწრებოდნენ მხოლოდ ტელესური ჟურნალისტები, რეჟიმის მიერ დაფინანსებული ვენესუელის მედია, რუსული და ჩინური მედია. სხვა არავინ. ამ პრესკონფერენციაზე კი ქვაკნი ჟურნალისტებთან ერთად ტელემუნდოს ჟურნალისტებიც იმყოფებიან. დაიწყეს, ხედავთ აქ გოგონას, პროფესიონალს, გრძელი თმით, ის ჩვენი ქვეყნის ჟურნალისტია. მეორე ჟურნალისტი კი ტელემუნდოს წარმომადგენელია, რომლებიც იწყებენ საუბარს დელსი როდრიგეს ეკითხებიან უსვამენ კითხვებს ასეთი ტიპის. მაგრამ რატო არ გამოჩნდნენ სამხედროები? და რატო არ მოხდა მთავრობის ჩარევა პირველ 72 საათში? არ მიუღიათ, არ განხორციელებულა არანაირი გეგმა და ამიტომაც დაიწყეს ზეწოლა. დელსი როდრიგესის პასუხი იყო, თქვენ ყველანი უბედურები ხართ და შექმენით მედიის ლაბორატორია, რათა ვენესუელის მთავრობის ქმედებები დაგეგნინებინათ. არანაირი რეალური პასუხი, არანაირი მონაცემი. ჩვენ არ დაგვიწყია ეს გეგმა. მან მხოლოდ თქვა, მე მაშინვე დაურეკე ტრამპს, რომ დრონები მეთხოვა, რომლებიც შეძლებდნენ ტერიტორიის გადაფრენას, რათა გაგვეგო რა მოხდა და დახმარება გვეთხოვა. ეს არის ყველაფერი, რაც მან თქვა. არანაირი გეგმა არ დაუწყიათ. ასე რომ მიხვდებით, რომ მე ვარ ფრანგულად რო ვთქვა გაბრაზებული. და იმიტომ რომ მართლა არიან ადამიანები, რომლებსაც ვიცნობ, ჩემი ნაცნობების მეგობრები, რომლებიც იმ შენობების ქვეშ დაიღუპნენ. და ამიტომ, ეს შეუძლებელია. იმაზე რაც მოხდა, თვალის დახუჭვა შეუძლებელია. ვენესუელის რეჟიმს ძალიან ნათელი პასუხისგებლობა აქვს. ცოტა ხან შევისვენებ, სუნთქვას მოვითქვამ და მოვისმენთ კითხვებსა და კომენტარებს. ის რომ ეს სიტუაცია ეხლა წარმოიშვა, თუ ადრეაც ასე იყო, როცა რაიმე ტრაგედია მოხდა, თუ ეს მხოლოდ შეხედულების საკითხია, სიტუაცია ჯერ უსაფრთხო უნდა დავხადოთ. მთავრობა იმის ნაცვლად, რომ პრიორიტეტად ადამიანების წაყვანა დააყენოს, იმიტომ რომ ეს ამბავი იმ ადგილების შესახებ, სადაც ნივთებს იღებენ და ასე შემდეგ, გვაჩვენებს, რომ პრიორიტეტი სხვა რამეა. აჯანდაბად გინდა იქ ჯარისკაცი თქვი ამ ფქვევით. არაფერში გამოგადგება. თუ ხელს არ გაუწვდის, არ თხრის, ერთი ადამიანი ვერაფერს გადაადგილებს. სხვათა შორის ამბობდნენ, რომ ჯარისკაცები თქვი ამ ფქვევით საჭიროა ძარცვის თავიდან ასაცილებლად. სწორედ ისინი ძარცვავდნენ, სწორედ ისინი იყვნენ, ვინც ძარცვავდნენ, მაშინ როცა ხალხი მანქანიდან დაჭრილებს გამოყავთ. ოდიში დიეგო, მაგრამ უნდა ეშმატის ადვოკატი ვიყო. ერთი ან ორი შემთხვევა ხომ არ წარმოადგენს 20,000 ჯარისკაცს. არა, რა თქმა უნდა, მაგრამ ესპანურად ამას ჩიამატივოს ეძახიან. რა თქმა უნდა, იმ აურზაუში, შენ თუდაც ერთ ჯარისკაცს მაჩვენებ, გამოიკვეთა, რომ არავის უნახავს, არც ერთი ჯარისკაცი ნიჩბით არავის უნახავს, მძიმე ტექნიკა, არ განხორციელებულა არც ერთი კონტროლის გეგმა. და ერთადერთი ვიდეოები, რომლებიც ვრცელდება ყურადღება საერთაშორისო მედიიდანა, რომელიც იქვე იყო რამდენიმე საათში იმ ყველაფრის შემდეგ, რაც მოხდა. ესენი არიან ჯარისკაცები, რომლებიც ძარცვავენ, აპენებენ ბლოკპოსტებს, რომ ხალხი არ გაადარო და ქუჩაში გამოდიან ავტომატებით. ბიჭებო, ეს არის. მადლობა. ეს ვიდეოები, რომლებიც აჩვენეს სხვადასხვა არხებზე, სხვადასხვა ტელევიზიებზე, სხვადასხვა ვიდეოებია და არა მხოლოდ ერთი. ასე რომ აშკარა ჩანს, რომ ცენტრალური მთავრობის მხრიდან კოორდინირებული პასუხი არ ყოფილა. და ამ კითხვასთან დაკავშირებით სპეციალურად მოვამზადე სხვა სლაიდები, რომლებიც პასუხობს ამ კითხვას. და საუბარი ასეთია. გახსოვთ, მადურო რამდენიმე დღით ადრე ოპერაციამდე ამბობდა 3 იანვრის აბსოლუტური რეზოლუციის წინ.
მოდი დაგვიჭირეთ, მზად ვართ. აჩვენებდნენ უამრავ ადამიანს, რომლებიც იარაღით ვარჯიშობდნენ, არმია ტექნიკას ამოძრავებდა, ყველაფერს აკეთებდნენ და შემდეგ გაირკვა, რომ ოპერაციის დროს, რომელიც შეერთებულმა შტატებმა ჩაატარა, წინააღმდეგობა თითქმის არ ყოფილა, დაცვა კარაქივით გაარღვიეს და ყველაფერი სპექტაკლი იყო. აი ეს. პოპულიზმი ეს არის, სპექტაკლის დადგმა. უზარმაზარი სპექტაკლების მთელი სერია. უამრავი ვიდეო, ყველა შეიარაღებული, ყველა მზადაა და ასე შემდეგ. და შემდეგ პრაქტიკულად წინააღმდეგობა პრაქტიკულად არ ყოფილა, უпростоრად ისინი, ვინც შემდეგ დაიღუპნენ, უმეტესად კუბელი მცველები იყვნენ. დიახ, ისინი დაიღუპნენ, თითქოს არც იყვნენ, რადგან წინა დღემდე უარყოფდნენ, რომ ვენესუელაში კუბელი სამხედროები იყვნენ. მით უმეტეს პრეზიდენტის დაცვის აპარატში. შემდეგ რაღაც მომენტში არავინ იცის როგორ, როცა ამერიკელები მივიდნენ ოპერაციის ჩასატარებლად, ოპერაცია აბსოლუტური გადაწყვეტა, დაიღუპა 22 კუბელი, აუგებარია რას აკეთებდნენ იქ 22 კუბელი. როგორც არ უნდა იყოს, დაუბრუნდეთ ახლა დასმულ კითხვას, რომელიც ძალიან აქტუალურია. და აქ მე არ ვსაუბრობ, ყურადღება მიაქციეთ პოლიტიკურ პროცესზე ან ჩავიზმზე, ამაში არ შემდივარ. მე შემოგთავაზებთ ფაქტებს, ელემენტებს, შემდეგ თქვენ თვითონ უნდა იფიქროთ, თქვენ თვითონ და გაანალიზოთ ეს ელემენტი. მაშასე, ჩავესმა სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე, 2012 წელს, 2011-დან 2012 წლებში დაიწყო დიდი მისია ვივიენდა. ჩავიზმის პერიოდი მისიებით იყო გამორჩეული, ანუ ხდებოდა წერა-კითხვის მისია, საბინაო მისია, არა, ყველაფერი ასე იყო. მისია ვივიენდა გულისხმობდა სახლების გადაცემას იმ ადამიანებისთვის, რომლებიც მანამდე არადამაკმაყოფილებელ პირობებში ცხოვრობდნენ. ვიტყოდი, რომ ეს ნამდვილად მისასალმებელია, ესაც ის, რაც ყველა თავრობამ უნდა გააკეთოს, რა აკეთოს, რადგან ღირსეული საცხოვრებლის უფლება, მე ვფიქრობ, რომ ეს უფლებაა. და ამიტომ ჩავესმა ძალიან დაიცვა ეს ნაწილი ბოლივარული რევოლუციის. ამიტომ მან გადასცა რამდენიმე ბინა, ეს არ იყო სახლები, შენობებში, რომელსაც აქ ქვემოთ მარჯვივ ხედავთ. და იმაში, რასაც დიდი მისია ვივიენდა ეწოდება. ყურადღება სწორედ ამ დიდი მისია ვივიენდას ტენდერებს მართავს ბატონი სახელად ალექს სააბი. ჩაწერეთ ეს შენიშვნა პატარა ფურცელზე აქ მარჯვივ ან მარცხნივ და მე ისე ვილაპარაკებთ ალექს სააბზე. ეხა რა ხდება? ეს სახლები, ეს შენობები, რომლებიც ყველა ჩამოინგრა, ხო ასეა. ეხლა ვხედავ, როგორ იყო ისინი აშენებული. პოლისტიროლი ან გაფართოებული ქაფი, დაფარული ცემენტით. სვეტები რკინის არმატურის გარეშე, მიწაზე, რომელიც სეისმურად აქტიური იყო, მარჯვენა მხარეს მშენებლობის მეთოდი მარიუპოლში პრაქტიკულად, რაც მე ვნახე, ეს რაღაცაა. საშინელი რამეა. ისინი ყველგან ჟონავდა, განსაკუთრებით კი ფანჯრები, მაგალითად, თითს რო შეყოფდი ერთ მხარეს და მეორე მხარესაც, როცა გეჩქარება და ქურდობა და კორუფცია ხდება ასე. ქურდობა და კორუფცია ნამდვილად არის. სიჩქარეზე არ ვიცი, მაგრამ იქ ნამდვილად იყო ქურდობა და კორუფცია. და მარჯვენა მხარეს არის არა მხოლოდ ბრალი, არამედ განზრახვაც. რატო? იაპონია, სადაც მიწისძვრები ხშირია და იაპონელებს ამაში გამოცდილება აქვთ, მე ეხლახან დავბრუნდი იაპონიიდან და აშკარად ჩანს, რომ ეს საზოგადოება ძალიან ხიზლადაა სეისმურ საკითხებს. აი 2002-დან 2005 წლამდე. იაპონიის თანამშრომლობის სააგენტო, რომელიც დაახლოებით ისეთია, როგორც იტალიური ICS-ია, მაგრამ ეს იაპონიის თანამშრომლობის სააგენტოა. მათ მოამზადეს ნიადადის კვლევა, რომელიც შემდეგ გამოიყენეს განსაკუთრებით გუაირას ნიადაგი, რომელსაც იმ დროს ვარგასი ერქვა. და კარაკასის ზონაზე კვლევა იმაზე, რომ ეს იყო მაღალი სეისმური აქტივობის ზონა და რეკომენდაციას აძლევდა, რომ არ დაეგრძელებინათ მშენებლობა იმ ტერიტორიას. 2005 წლის მარტში ეს ფოტო გამოაქვეყნა პრესამ. და ამ დღეებში ჩანს იაპონური თანამშრომლობის სააგენტოს ერთ-ერთი თანამშრომელი, რომელიც გადასცემს, გასაღებს და სეისმური მდგომარეობის კვლევას ამ ზონის შესახებ. ეს კვლევა ხსნის, რომ იქ არ უნდა აშენდეს. არა მხოლოდ აშენებენ, არამედ აშენებენ ამ სახლებს, რომლებიც ახლახანს ნახეთ პოლისტიროლით დაფარული, კირით და ბეტონით. მაშ აი პასუხი კითხვაზე ასეა მხოლოდ ეხლა, როცა დენსი როდრიგესი, მისი ძმა ხორხე როდრიგესი და დიოსდადო კაუელო
ერთად ხელმძღვანელობენ ახალი ვენესუელური რეჟიმის მმართველ კლიკას. არა, ეს არის სისტემა, რომელიც ხორციელდებოდა და წლების განმავლობაში ხორციელდებოდა. მან შეესე გაგრძელდა. რა თქმა უნდა, ვიმეორებ, მე აქ არ ვაკრიტიკებ იმ ფაქტს, რომ არსებობდა საბინაო მისია, რომ არსებობდა ციგნიერების მისია. მართალია, ვინც კარაკას იცნობს და ვიმეორებ, მე იქ ცხოვრობდი, ვინც კარაკას იცნობს, იცის რომ არიან ისინი, ვისაც კარაკასის შემოგარენში ეძახიან. ლოს სეროსი, პეტარე მაგალითად, რომელსაც ბრაზილიაში ასე ეძახიან, ჰაველებში, სადაც ადამიანები არადამაყოყუპილებელ პირობებში ცხოვრობენ ელექტროენერგიისა და წყლის გარეშე. ამიტომ ნამდვილად მნიშვნელოვანია, რომ არსებობდა ეს მთავრობა, რომელიც ზრუნავს იმაზე, რომ ამ ადამიანებს ღირსეული სახლები მისცეს, ყურადღება ეს სახლები არ ჩუქნიდნენ, უნდა ყოფილიყავი პარტიის წევრი, უნდა დაგეჭირა მხარი პარტიის აქციებზე, მოკლედ უნდა ყოფილიყავი ბოლივარიანური რევოლუციის მთელი სისტემის ნაწილი, თუ არა სავს არ მოგცემდნენ, ესე რომ ეს იყო გაცვლის ერთ-ერთი ელემენტი. ამაზე შეგვიძლია ვიმსჯელოთ, სწორია თუ არა, მაგრამ აი ახლა ამ ფოტოზე, რომელსაც უყურეთ, ხედავთ ლაგუაირას ერთ ნაწილს. როგორც ხედავთ, ეს არის სანაპიროს ხაზი, სადაც აშენდა, ხედავთ ზღვარა ამაზეა, სადაც აშენდა შენობების სერია. და ის რაც უკან არის ავილა, ანუ მთა ავილა. ეხლა ეს ტერიტორია არა მხოლოდ სეისმურია, არამედ ბოლო წლებში სხვა პრობლემებიც და ბუნებრივი კატასტროფებიც მოხდა. 1989 წელს ეს შტატი ჯერ კიდევ ლაგუაირა არ ერქვა, მას ვარგასი ერქვა. ფრჩხილებში, როგორც ბოროტიენები ამბობენ. რადგან ხუან გუაიდო სწორედ იქ დაიბადა, ამბობენ რომ შტატის სახელი მაშინ შეცვალეს, როცა ხუან გუაიდო დროებითი პრეზიდენტი იყო, რომ ხუან გუაიდოს დაენახა, რომ შტატის სახელს, სადაც ის დაიბადა, უცლიდნენ და ის ვერაფერს აკეთებდა, ანუ პრეზიდენტად საერთოდ არაფერს ნიშნავდა. ამიტომ ეს შტატი ადრე მარგასი ერქვა, ეხლა ლაგუაირა ქვია, ანუ ხვდებით რამდენი დეტალია, რამდენი რამა ამ ყველაფრის უკან, რამდენი ისტორიებში რომ ყველაფერი გასაგები იყოს. ესეც უნდა მოყვეთ. აი ლაგუაირამ 1989 წელს განიცადა ის, რასაც მონტე ავილას დესლავე ეწოდება, ან მონტე ავილას მეწყერი. ვენესუელელები ამაზე ლაპარაკობენ ამ კატასტროფაზე. როგორც მომენტზე, როცა ფაზღვამდე ჩავიდა, როცა მთაზღვამდე მივიდა. რადგან ეს ძლიერი კოკისპირული წვიმების გამო მოხდა. უზარმაზარი მეწყერი, უზარმაზარი ტალახის ჩამოწოლა, რომელმაც მთელი ვარგასი, მთელი ეს ტერიტორია დაფარა და იქაც ზუსტად არავინ იცის რამდენ დაკარგულზეა საუბარი. რადგან ვიმეორებ, მაშინაც კი ძალიან რთული იყო რიცხვების დათვლა. საუბარია 780 ხარბლზე დაახლოებით 2000 დაკარგულზე, მაგრამ სინამდვილეში ეს რიცხვები არასდროს ყოფილა ზუსტად დათვლილი. და თუ კიდევ უფრო უკან დავიხევთ, 1967 წელი, დავსვოთ რაც გითხარით, დაახლოებით ყოველ 50-60 წელიწადში ერთხელ ვენესუელაში მიწისძვრა ხდება. 1967 წელი, 29 ივლისი, ასე რომ დაახლოებით იგივე პერიოდი იყო საღამოს 8 საათზე, მიწისძვრა მოხდა კარაკასის დროით 6 საათზე, 24 ივნის, დედაქალაქიდან 20 კილომეტრში. ძირითადი ბიძგი გაგრძელდა 35-დან 55-მდე წამამდე. მაგნიტუდა იყო 6.5-დან 6.7. 226 ადამიანი დაიღუპა, 2000 დაშავდა და მნიშვნელოვანი ზიანი მიადგა, შენობები მთლიანად დაინგრა. თუ იმ დროის ფოტოებში ადარებთ დღევანდელ ფოტოებს, ყველგან სამხედროები არიან ჩაფხუტებით და ნიჩბებით. ყველგან. ასე რომ ვენესუელა მიწისძვრებისთვის მზად იყო და იცოდა როგორ ემოქმედა, როცა პრიორიტეტი იყო ადამიანების გადარჩენა და არა შესაძლო სახელმწიფო გადატრიალების პრევენცია. გადაერჩინათ ის სახლები, რომლებიც საფარსახლებად ითვლებოდა და სადაც უკანონო საქმიანობის შედეგები ინახებოდა. იმისთვის, ვინც არ იცის, ვენესუელაში არმია პარამილიტართან ერთად, არმია, რომელსაც თავიდან ვლადიმირ პადრინო ლოპესი ხელმძღვანელობდა, რომელიც შემდეგ თანამდებობიდან გადააკენეს.
და შემდეგ პარამილიტარები, რომლებსაც კოლექტივოსები ხელმძღვანელობენ, ხო? მათ კი დიოსდადო კაბელო ხელმძღვანელობს, ისინი მართავენ თელ შავ ბაზარს ვენესუელაში, თელ შავ ბაზარს ქვეყანაში, სადაც თითქოს არაფერი მოძრაობს, რომელიც ძალით დოლარიზებული გახდა და სადაც ადამიანებისთვის ძალიან რთულია ცხოვრება. მე ვნახე ერთ ინტერვიუ, რომელიც მართლა ძალიან ემოციური იყო, სადაც ადამიანები ამბობდნენ, მართალია ყოველთვის ამბობენ, რომ მატერიალური დანაკარგის ანაზღაურება შეიძლება, სიცოცხლის კი არა, მაგრამ ვენესუელაში ვერც მატერიალური დანაკარგის ანაზღაურებაა შესაძლებელი. თქვენ არიცით, რამდენი გვიწევდა მუშაობა იმისთვის, რომ ქონოდა ის მიკროტალღური ღუმელი, რომ ქონოდა ის მაცივარი, რომ ქონოდა ის ვენტილატორი, რადგან საუბრობთ ადგილებზე, სადაც ძალიან ცხელა. ამიტომ გარდა იმისა, რომ ეხა სიცხის თავღასაც განმიცდით, ხვდებით რას ნიშნავს ეს. ამიტომ ის მცირე ნივთებიც კი, რაც ვენესუელელებმა მიწისძვრის დროს დაკარგეს, მათთვის უზარმაზარი ტრაგედია, რა თქმა უნდა, სიცოცხლის დაკარგვაზე რომ აღარაფერი ვთქვათ. და ეხლა ტრაგედიაში კიდევ ერთი ტრაგედია, იმიტომ რომ ვენესუელაში, ქვეყანაში, სადაც საერთოდ არაფერი მუშაობდა, ყველაფრისთვის უნდა დადადიხარ. და ამიტომ ეხლა თუ შენ გყავს ადამიანები, როგორიცაა არაფერი მუშაობდა. მე მინახავს უამრავი იტალიელი პროპაგანდისტი, რომლებიც იქ მიდიოდნენ და აჩვენებდნენ თითქოს ყველაფერი ლამაზი და სუფთა იყო. არა, რა თქმა უნდა, სინამდვილეში იყო ერთი ქალი, რომელიც ვენესუელის რეჟიმისთვის კომუნიკაციებს მართავდა, მას მოუწია იტალიასთან შეთანხმება, რომ ციხეში არ აღმოჩენილიყო. და ის სწორედ იმ ადამიანის ცოლი იყო, რომელსაც ადრე ვახსენეთ. ამიტომ მინდა ვთქვა, პროპაგანდის გაკეთება შეიძლება პრობლემა არ არის, ხო ასე? მაგრამ მინდა ვთქვა და ვინც არ უნდა იყოს, მე როცა 2018 წელს ვიყავი, ცხოვრობდი ალტამირაში, ბიჭეგო, ალტამირა კარაკასის პარიოლია, ალტამირა მილანის ვია, მონტე ნაპოლეონია, კარგი. მე ალტამირაში ვიყავი, ნახევარი დღის განმავლობაში წყალი არ მქონდა და ელექტროენერგია ერთი დღე მქონდა, მეორე დღე არა და მე ალტამირაში ვიყავი. კარგი, ასე რომ როცა მოდიან და გეუბნებიან, რომ ყველაფერი მშვენიერია, რომ ყველაფერი კარგადაა, რა თქმა უნდა, ვინც სამხედროთანაა შეკრული, ვინც შავ ბაზარს მართავს, ვინც სამხედრო კლუბებს ფლობს, სადაც 2018 წელს სამხედრო კლუბებში რო შედიოდი, გარეთ ერთი კვირა ტუალეტის ქაღალდს ეძებდი და თუ იპოვიდი $30 გიჯდებოდა. სამხედრო კლუბში კოქტეილების მენიუს გაძლევდნენ, ისეთი შთაბეჭდილება გრჩებოდა, თითქოს მაიამიში იყავი, თუ დოლარებით იხდიდი, რაც კიდოდა იმას იღებდი, თითქოს მაიამიში იყო. ბიჭებო, ეს მე თავად გამოცადე და არავის გამსმენია. იქ ვიყავი, მე თავად გამოცადე. ესე რომ იმას გიყვებით, რაც პირადად მე გამოცადე. ეხლა რა ხდება, რადგან ვენესუელაში ყველაფერს ფულით იხდიან, ეხლა თუ შენ მირკო წარმოიდგინე ეს უბედურება, არა, ნახე ჯიო. მე წარმომიდგენია თუ ჯანდაცვაზე ან რამეზე უნდა დადაიხადო, ნებისმიერ რამეზე. არა, მაგრამ ანუ საქმე ესეთია. თუ არ გაქვს ფული თუ არ გაქვს, ესაც ახვა. არა. მაგრამ შენ დაკარგე საყვარელი ადამიანები, რომლებიც ნანგრევებში არიან და არავინ მოდის რომ ისინი გამოიყვანოს. შენ უნდა წახვიდე და ანწე დაიქირავო, გადაიხადო, რომ მოვიდეს იქ და სთხოვო, გთხოვრო, ნანგრევები გადაადგილოს. იმისთვის რომ მაინც ჩაეხუტო შენი საყვარელი ადამიანების ცხედრებს, რომლებიც იქ ქვემოთ არიან, რადგან უკვე იცი რომ ისინი გარდაცვლილები არიან, იმიტომ რომ დროულად არ ჩაერივნენ. მერე არის საუბარი, მოიცადე. კარგი დიეგო. კითხვა რატო არ დაანიხილება ეს ყველაფერი არცეთ გაზეთში? ადამიანები შოკში არიან იმის გამო, რაც ხდება ღაზაში, შოკში არიან უკრაინაში დაუფულების გამო, ირანის გამო. ამ საკითხებზე და ამ ყველაფერზე კი საუბრობენ. დიახ, მე ვკითხულობ კომენტარებსაც, რასაც ამბობდნენ კანიოლინოს ამბავს, ამ ყველაფერს, მაგრამ არავინ აკეთებს მთლიან სურათს თუ როგორ. ეს ტრაგედია, რომელიც მოსალოდნელი იყო, რადგან ბოლივარის დროიდანვე მიწისძვრებია, სახლები კი პოლისტიროლითაა აშენებული და ასე შემდეგ. არავის ამოუტანია ის დეტალები, რაც შენ თქვი. მაგრამ მე თვითონაც დრო არ მქონდა რომ მეყურებინა, ამ ყველაფერს არ ვიცნობდი. მაგრამ ვინ არის იტალიაში, ზოგად მასმედიაში, ვინც ლათინურ ამერიკას ნორმალურად აშუქებს? იქ ყოფილა, იქ ცხოვრობს, ესპანურად ლაპარაკობს და არა ისე რომ იტალიურ სიტყვებს ბოლოს ესის უმატებს, ვითომ ესპანურად ლაპარაკობს. და არა ისე რომ უბრალოდ სოფლიო ჩემპიონატის მატჩის გასაშუქებლად მიდის, არამედ იქ არის, იქ ცხოვრობს. ესეთები არიან, შემიძლია სახელებიც გითხრათ, ემილიანო გუანელა, გაბრიელა საბა, ალფრედო ლუის სომოსა. ესენი არიან სპეციალიზებული ადამიანები.
მაგრამ ისინი არ არიან, იშვიათად არიან წინა ხაზზე. იცით, პოლიტიკა საერთოდ არ აინტერესებს, არც მარჯვენა, არც მარცხენა. მაგრამ საინტერესოა, რომ ჩვეულებრივ ეს ბრძოლები მარცხენას ეკუთვნის. და პრობლემა ისაა, რომ მათ გაუჭირდებოდათ ამის დაგმობა. მე მინახავს სცენები, როცა მადურო ლივორნოში აიყვანეს, რომელიც ტიპურად კომუნისტურია. 60 წლის ლივორნოელი ხალხი, რომლებიც არასდროს ყოფილან ვენესუელაში, ბრაზდებოდნენ ახალგაზრდა ვენესუელელ ბიჭებზე, რომლებიც ამბობდნენ, მე იქ ცხოვრობდი, გავიქეცი, ასე რომ ჩვენთვის დიდად არ ფსკინს, რომ ის მოაშორეს. ანუ ისინი ცდილობდნენ ამ ბიჭებისთვის ესწავლებინათ, რას ნიშნავს იყო ვენესუელელი და როგორი ვენესუელაა. ანუ პარადოქსია. რატომ? იმიტომ რომ არსებობს იდეოლოგიის კეფთაყვანისცემა. მე ვამბობ, რევოლუციების კეთება მაშინ, როცა მილანში ვიტორიო ემანუელეს გალერეაში კაპუჩინოს და ბრიოშს მიირთმევ და უხსნი კუბელებს, რას ნიშნავს ცხოვრება კუბაში, უხსნი ვენესუელელებს, რას ნიშნავს ცხოვრება ვენესუელაში, მოკლედ. მაგრამ აი კიდევ ერთხელ გიმეორებ, პოლიტიკურ და სოციალურ საკითხზე, იმიტომ რომ პოპულიზმი, რა თქმა უნდა, მარჯვნივაც არსებობს. ლათინურ ამერიკაში, ლათინური ამერიკა ეხლა გადის ანტიუფლებრივი მთავრობების ეპოქას, რაც მართლა აშინებს, მართლა შიშს იწვევს. და ეხლა მივდივართ კოლუმბიამდე, მივდივართ პრატპერუნდე, ეხლა იხსნება ეს ყველაფერი. ეს მართლაც ძალიან ბნელი მომენტია, როგორც ესპანურად ამბობენ, კოლუმბიისთვის მაგალითად. მაგრამ აი რომ დაუბრუნდეთ ამ საკითხს, მირკო, ეხლა ამაზე არ საუბრობენ და მინდა დავიცვა ისინიც, ვინც საინფორმაციო გამოშვებებს ამზადებს. და ძალიან ცოტა დროა, ანუ ჩვენ უკვე 45 წუთია ვსაუბრობთ. ხანდახან მე მიწვევენ გადაცემებში სასაუბროდ, ეხლაც და მქონდა ინტერვიუ იენებთან, რომ ესაუბრა ვენესუელის აბსოლუტური გადაწყვეტის ოპერაციაზე. მე ვილაპარაკე 30-ის 25 წუთი, კარგი ინტერვიუ ჩავწერეთ იენების ბიჭებთან, როცა სიმჟეტი გამოვიდა, მხოლოდ 3 წუთი და ნახევარი. როცა პირდაპირ ეთერში გავდივარ, ხანდახან მეკითხებია. ნუ გონია, ავიღე მატარებელი რომში, რაიში წავსულიყავი, არ ვიცი, ალბათ 15 წუთი ვილაპარაკე, მაგრამ ნახე მხოლოდ 1 წუთი და ნახევარი. არა, ანუ მინდა ვთქვა, რეალურად არ არის სივრცე, არ აძლევენ სივრცეს, მაგრამ იმიტომ რომ არ აინტერესებთ. რაც საკმაოდ გასაოცარია ისაა, რომ ვენესუელაში 100,000-ზე მეტი იტალიელია, ან ადამიანები იტალიური პასპორტით, იტალიელთა შთამომავლები. საერთოდ ეს ქვეყანა უნდა გვაინტერესებდეს სულ მცირე იმათთვის, ვისაც ორიუნდი ეწოდება, ან იმ მიგრაციის გამო, რაც ვენესუელაში იყო. მაგრამ აი ახლა ისევ რომ ცოტა გავაგზავნო, მინდა ერთი კითხვა დადისვა. Ti voglio fare una domanda. ლაპარაკე უფრო ნელა, იმიტომ რომ ასე უფრო სასარგებლოა. მინდა მნიშვნელოვანი კითხვა დაგისვა. ეხლა პრიორიტეტია ტრაგედია, რა თქმა უნდა, ხალხი, სახლები, სასმელი წყალი, კარავი, თბილი საჭმელი და ასე შემდეგ. გონია, რომ რაც მოხდა მადუროსა და ტრამპს შორის და რაც ეხლა მოხდა, გარკვეულწილად როდრიგეს ჰქონდა შიში, რომ ეს ხალხს ააფეთქებდა. პარადოქსულად ის რომ ჯარები არ გაგზავნეს და მხოლოდ იმისთვის გაგზავნეს რომ არაფერი მომხდარიყო, შეიძლება რაღაცის წამოწყების მიზეზი დახდეს მომავალში. მე ვფიქრობ, რომ შენ სწორად დააფასე ის, რაც ადრე მოხდა. რაც შეეხება შემდეგს, მარია კორინა მაჩიადო ცდილობს შესვლას, მაგრამ ვერ ახერხებს, არ უშვებენ, რადგან ამ მომენტში მარია კორინა მაჩიადო ვენესუელაში ნამდვილი ბომბა იქნებოდა. ის არ უნდა მისცეს ეს ტრამპს, სხვადასხვის ტრამპმა თქვა, რომ მარია კორინა მაჩიადო და ვენესუელაში შესვლის ცდილობები უკუშედეგიანია, რადგან რეალურად ეს არეულობის სიტუაცია შექმნის. მიწის ზრამ კიდევ უფრო მეტად გამოავლინა ვენესუელის რეჟიმის ყველა სისუსტე და ამით ტრამპს კიდევ უფრო მეტ გავლენას აძლევს. რადგან მათ უკვე გახსნეს საელჩო კარაკასში და უკვე იმყოფებიან ტერიტორიაზე. უკვე ამერიკელი სამხედროების ჩავიდნენ იქ. სხვათა შორის ნახეთ, რომ არც ჩინელი და არც რუსი მაშველების ჯგუფები არ ყოფილან და ისინი სწრაფად არ ჩასულან ტერიტორიაზე. ამიტომ ესეც იყო სიგნალი, მნიშვნელოვანი სიგნალი იმისა, თუ ვინ მოქმედებს დღეს რეალურად ტერიტორიაზე. როდრიგესი დღეს თუ შეიძლება ასე ითქვას, კიდევ უფრო მაღალ დონეზე მოქმედებს, მის ხელში არსებული ასანთი კიდევ უფრო მოკლეა და სხვათა შორის მანამდე შენ საუბრობდი ამერიკელი მაშველის მდგომარეობაზე, ზებოდიში, რომელიც დიოსდადოსთან კამათობდა, კაველიო, რომელიც სხვათა შორის, არ ვიცი თუ ნახეთ, სალვინის სტილში გადავიდა, ეხლა ის იცვამს სახანძრო სამაშველო ფორმებს, იცვამს ფორმებს, ხო?
ეხლა ის იმ ხედვაშია შესული ბუმდოზერის რეჟიმში ვიტყოდი. დაიწყო კამათი ამერიკელ მაშველთან, რომელმაც ნანგრევებში ცოცხალი ადამიანები აღმოაჩინა. და ამიტომ ისინი მიდიოდნენ ყველა საჭირო საშუალებით, რომ დაეწყოთ ნანგრევების გადატანა, რათა გამოეყვანათ ადამიანები. დიოსდადო კავეგლიო სებინის აგენტებთან ერთად, რომელიც ვენესუელის დაზორვის სამსახურია და სამხედროებთან ერთად აჩერებს მას და იწყებენ კამათს. მაშინ ერთ მომენტში დიოსდადო ეუბნება მას: არა, შენ უნდა წახვიდე იქ და გადამიწიო ის ნივთები, აქ ჩვენ მივხედავთ ყველაფერს. და ის პასუხობს: ნახე, იქ ცოცხალი ადამიანები არიან, ჩვენ ვიპოვეთ. ანუ იქ ქვემოთ ცოცხალი ადამიანები ვიპოვეთ. და დიოსდადო ამბობს: კი, მაგრამ თქვენ აქ არ უნდა მოხვიდეთ, ჩვენ მივხედავთ ყველაფერს. მაგრამ როგორ უვლიდნენ ისინი? მათ არ ქონდათ საშუალებები, არაფერი ქონდათ. და ის მეუბნები, რომ არ გინდა რომ წავიდეთ და გადავარჩინოთ ის ადამიანები. ვიდეოშიც კარგად ჩანს, ხო ასეა? და დიოსდადო აძევებს მას. ცხადია, რა შეგვიძლია დავასწნათ, რომ არ სურდათ ამერიკელი მაშველები მძიმე ტექნიკით იმ ტერიტორიაზე შესულიყვნენ, რადგან იქ რაღაც იყო, რაც არ უნდა ეპოვათ. რაც არ უნდა ეპოვათ, ან ჩემი აზრით არის შიში, რომ თუ უცხო ქვეყნები, განსაკუთრებით ამერიკის შეერთებული შტატები, ჩაერევიან, ეს გარკვეულწილად რბილი ძალის გამოვლინებაა. არა, რა თქმა უნდა, მაგრამ ისინი სხვა რეგიონებში ჩაერივნენ. რბილი ძალა უკეთ აიხსნება. რბილი ძალა, იმიტომ რომ თუ ხედავ ქვეყანას, რომელმაც გუშინამდე შენი ლიდერი წაგართვა და ასე შემდეგ, ეხლა დახმარებას იწყებს. სხვათა შორის მე ამას ვამბობ. თუ ისეთი ქვეყნები, როგორიცაა ამერიკა ან სხვები ჩაერთვებიან და დახმარებას გაუწევენ აღდგენაში, ეს არის გონივრული რბილი ძალის ფორმა. იმისთვის, რომ სცადონ აჩვენონ, გამოიყენონ რეჟიმის სისუსტეები ხალხის დასახმარებლად და ამით შექმნან ჰარმონია. დიახ, რა თქმა უნდა. მის შემთხვევაში ეს ნამდვილი კეთილგანწყობაა მხრივ. ეს არის საუკეთესო სტრატეგია და არა ხალხის გადაცება ან ბომბების სროლა. დიახ. ამ სტრატეგიაში შეერთებული შტატები კარგად გრძნობს თავს, რა თქმა უნდა, მაგრამ ამ ხრივ ისევ იმაზე ბრუნდებით, რასაც გეუბნებოდი, რატომ არ უნდათ რომ ისინი იქ წაასულიყვნენ. დიახ, მათ უკვე ჩაერიან ბევრ სხვა რეგიონშიც. გიმეორებ, რატო წავიდნენ სტრატეგიულ ზონებში საპატრულოდ, იმიტომ რომ გიმეორებ, როგორც დიოსდადო კაველო, ასევე ბრადიმირო პატრინოლოპესი, ისინი ხელმძღვანელობენ ვენესუელაში არსებულ მთავარ უკანონო ტრაფიკინგებს, ორინოკოს სამთო ზონიდან დაწყებული ნარკოტიკების უკანონო კორიდორამდე. და სხვა მრავალ უკანონო საქმეშიც. ამიტომაცაა, რომ ისინი ჯერ კიდევ ინარჩუნებენ ძალაუფლებას გარკვეულ ზონებზე. და შემდეგ იმ კადრებიდან რაც აჩვენეთ, ცხადია, სასაფლაოები გადატვირთულია და ძალიან ცხელა, ყველა ცხედარი პორტში დააწყობეს საბედნიეროდ, რამდენიმე კუბოს შემოწირულობა მოვიდა, 200-ზე მეტი ცხედარია, რომელიც არ არის იდენტიფიცირებული და ამოთხრილია არა მასობრივი საფლავები, თუ მოისმენთ სიტყვას მასობრივი საფლავები, ეს არასწორია, ამოთხრილია ინდივიდუალური საფლავები. ასევე წითელი ჯვრის დახმარებით, კოდებით თითოეულ ჯვარს აქვს თავისი კოდი. ასე რომ, შემდეგ შეიძლება გაიგონ, რას ნიშნავს კოდი, სად იქნა ნაპოვნი, რომელ შენობაში, არა. ასე რომ, შემდეგ შესაძლებელია საჭიროების შემთხვევაში მოძებნა და რა თქმა უნდა არის საავადმყოფოების ოლაფსი. მე დავწერე რეპორტაჟი გაზეთ El Paisისთვის ვენესუელიდან 2023 წელს. 23 და ბარკისიმეტოდან როცა ვაკეთებდი რეპორტაჟს. ფსიქიატრიული საავადმყოფოების მდგომარეობაზე, რომლებიც საშინელ მდგომარეობაში იყვნენ და ვენესუელაში საავადმყოფოების კოლაფსი უკვე ცნობილი იყო. ასე რომ შეგიძლია წარმოიდგინოთ, რა ხდება ამ მომენტში. ხალხს საავადმყოფოში მისვლა უწევს წამლებით, ბინტებით, დობანდებით, ჟანგბადის წყლით, ანუ ისინი მხოლოდ ყურადღებას და დახმარებას გთავაზობენ. წამოვიდგენ ექიმები, ქალები და კაცები, ექთნები, ქალების და კაცებიც, რომლებიც ცდილობენ გააკეთონ ყველაფერი, რაც შეუძლიათ, მაგრამ ცხადია, რომ მათ არ აქვთ არც ადამიანური რესურსები, არც საშუალებები, არც ფიზიკური რესურსები. მე კათოლიკურ ეკლესიაზე შევჩერდებოდი. აქვს რაიმე როლი ვენესუელაში? ანუ არის ამ ხრივ მხარდაჭერის აქტივობა? თუ ზოგადად რელიგია. ბოლივარული რევოლუციის დროს და ასევე უგო ჩავესის კუბასთან დაახლოების გამო ყველაზე გავრცელებული რელიგია სანტერია იყო.
უგო ჩავესი სანტერო იყო, ხოლო ნიკოლას მადურო ძალიან დაახლოვდა ევანგელისტებთან და პენტეკოსტალებთან. ძალიან გავრცელებულია ქალწულის მითი ვენესუელის სხვადასხვა რეგიონში ქალწული მარიამი ძალიან გავრცელებულია. მაგალითად ბარკისიმეტოში, ქალაქში, რომელიც კარგად ვიცი, რადგან ჩემი პარტნიორი ბარკისიმეტოდან არის და დივინა პასტორა მაგალითად იანვარში დივინა პასტორას აღნიშნავენ ეს ქალწული მარიამია ცხემსის ჯოხით. და არის სხვადასხვა ქალწული ის ეროვნული არა, რა თქმა უნდა, მაგრამ ეკლესიას არ ქონია დაპირისპირების როლი უგო ჩავესთან და ბოლო დროს მოხდა მცირე დაახლოება, მას შემდეგ რაც ვენესუელაში ბოლო წლებში 2 ადამიანის წმინდანად შერაცხვა მოხდა, მაგრამ სანტერია და ევანგელისტური და პენტეკოსტალური ეკლესიები ბევრად უფრო მნიშვნელოვანი გახდა. და შემდეგ კიდევ სხვა ალტრე სინკრეტული რელიგიები, მაგალითად შივაკოას რეგიონში, რომლებიც ვიმეორებ სათავეს იღებენ დაპყრობისა და მონობის აფრიკელი ხალხის მონებად გადაყვანის პერიოდიდან, როდესაც ისინი ჯაჭვებით მიყავდათ ამერიკაში. რამაც შემდეგ გამოიწვია სინკრეტული კულტების წარმოშობა, რომლებიც ვერ აიხსნება პირდაპირი ან ზუსტი მსგავსებით კათოლიციზმთან. მაშინ ვისარგებლებ შემთხვევით, ხედავთ რომ თითქმის 1 საათია გასული, ამიტომ მადლობას ვუხდი სპონსორს, რადგან კიდევ უამრავ სხვა საკითხზე გვაქვს სასაუბროთ. რა თქმა უნდა, ბრევანდელი სპონსორია ჩვენი ჯვიფასი მეგობარი ინკოგნი, რომელიც უკვე მრავალი ლაივის განმავლობაში გვახლავს, საფულის პერიოდშიც კი, რაც ნამდვილად ცუდი არ არის. პირადად ვიღენებ მას, ესე რომ ნაკლებად მაწუხებენ და ნაკლები უსარგებლო შეთხობინება და ზარი მომდის. აბა რას აკეთებს ინკოგნი? ფაქტობრივად თვლი რომ თქვენს შემსავით ყოველ დღე იღებთ სპამს, სერვისებს, უსარგებლო ზარებს, რობოტულ ზარებს და ასე შემდეგ და გაგურებულები ხართ როგორ მოხვდით მათ სიაში. იქნება ეს ელფოსტა თუ თქვენი ტელეფონის ნომერი. იცოდეთ რომ ყოველ ჯერზე, როცა რეგისტრირდებით ვებ გვერდზე ან უფასო სერვისზე როგორც ამობენ, თუ რაღაც უფასოა, ეს ნიშნავს რომ პროდუქტი თქვენ ხართ. მათ თქვენი მონაცემები წაიღეს. და სწორედ ეს არის თავარი საკითხი. რაში გატყუებენ ისინი? მაშინ რას აკეთებს ინკოგნი? ეს არის სერვისი, რომელიც ონლაინში, სხვადასხვა ვებ გვერდიდან და მონაცემთა ბროკერებისგან პირადი მონაცემების წაშლას უზრუნველყოფს. რა არის მიზანი? შეამციროს ინტერნეტში გავრცელებული ინფორმაცია თქვენ შესახებ. ეს ხელს უწყობს არა მხოლოდ იმას, რომ თქვენი მონაცემები მარკეტინგული მიზნებისთვის აღარ გაიყიდოს, არამედ ამცირებს ელფოსტის სპამს და არასასურველ ზარებსაც. გარდა იმისა, რომ ამცირებთ რისკს, ეს ინფორმაცია ბოროტი მიზნებისთვის, მაგალითად თაღლითობისთვის ან მიზანმიმართული შეტევებისთვის იქნას გამოყენებული. ამიტომ ნაკლები მონაცემი ონლაინ ნიშნავს ნაკლებ შესაძლებლობას პროფილირებისთვის. ამიტომ ინკოგნიში სხვებისგან განსხვავებით თქვენი მონაცემები არ იყიდება. რა თქმა უნდა, ძალიან ცოტა იხდით, უბრალოდ თითქმის არაფერს. რადგან გაქვთ 60%-იანი ფასდაკლება თუ გამოიყენებთ ბმულს აღწერაში, გამორჩეულ კომენტარში ან ჩატში და ამასთან ერთად არხსაც უჭერთ მხარს. დაიმახსოვრეთ, თუ ვერ მიპოვიან, ვერ შეგაწუხებენ. რაც შეეხება სხვას, მე მაქვს ჩემი პირადი ფრაზა, რომელიც ასეთია: რა ფასს ანიჭებთ თქვენს დროს? მე მირჩევნია კვირაში 10 ზარით ნაკლები მივიღო, ვიდრე დრო დავკარგო ადგომით და შეიძლება საქმიანობის შეწყვეტითაც. და მე აღმოაჩენ, რომ ეს სხეული კოლ-ცენტრია. ჩრდილოეთ აფრიკიდან, რადგან ახლა ალჟირში ავთ მაროკოსთან, ნახავთ უცნაურ ზარებს ალბანეთიდან და ასე შემდეგ. და გარდა ამისა, მხარი დაუჭირეთ არხს. მიუხედავად იმისა, რომ ამ საღამოს ისეთი თემები მაქვს მოსაყოლი, რომლებიც საკმაოდ ძიმეა, რადგან როცა მიწისძვრებზე და ასეთ საკითხებზე ლაპარაკობ, YouTube მაინც არ გიწყობს ხელს. მოდი დაუბრუნდეთ ჩვენს თემას, შემდეგი საკითხი, რომელზე გინდა ისაუბრო. რატომ მოკვდი? დავამთავრო თუ გინდა ვენესუელაზე სწრაფად და მერე გადავიდე დანარჩენზე. აბა ეხლა რა მოხდება? როგორც გითხარით, საგანგებო სიტუაციაში არის 3 ეტაპი: გადარჩენა, დახმარება და აღდგენა. ვენესუელელები ეხლა რა თქმა უნდა თავს მიტოვებულად ბრძნობენ, ნახეთ როგორ არ იყო რეაგირება მთავრობის მხრიდან.
და სამაშველო ჯგუფები უკვე მიდიან. ხოლო სხვა ჯგუფები მოდიან, ესპანეთმა ახლახან კატასტროფის შემდეგ თავისი პირველი რეაგირების ჯგუფი გაგზავნა და კიდევ სხვაებიც ჩამოვლენ. მაგრამ საბოლოო ჯამში სახელმწიფომ უნდა დასცეს პასუხი, რადგან მხოლოდ რამდენიმე ქვეყნის სამაშველო ჯგუფები ვერ აღადგენენ ეკონომიკას, რომელიც უკვე წლების განმავლობაში შიდა გაღარიბებით იყო დაზარალებული და რა თქმა უნდა აშშ-ის ეკონომიკურმა ბლოკადამაც არ უშველა, საერთოდ არ უშველა. ეხლა კიდევ ერთი სიტუაციაც არის, ეს მნიშვნელოვანია, სლაიდებში არ ჩამიწერია, მაგრამ მინდა აღვნიშნო. ვარგასის ტრაგედიის დროს ბავშვების ტრაფიკინგის პიკი შეინიშნებოდა ვარგასის ტრაგედიის შემდეგ. რადგან ბევრი ბავშვი ობლად დარჩა. და ამიტომ მაფიებმა ამაზე იმოქმედეს, ამ მიმართულებით გააქტიურდნენ. ეხლა ძალიან ბევრი ბავშვი დარჩა ობლად ამ ტრაგედიის დროს ერთი მარტივი მიზეზის გამო. დედები მიწისძვრის დროს ბავშვებზე გადაეფარმენ, ან ცდილობდნენ დაეცვათ ისინი ისე როგორც ნებისმიერი დედა ან ალბათ ნებისმიერი მამა მოიქცეოდ. ისინი ვერ გადარჩნენ, ბავშვები კი გადარჩნენ. უკვე არსებობს ცენტრები, სადაც ეს ბავშვები გადაიყვანეს, უკვე დააკავეს ჯგუფი, რომელიც ცდილობდა რამდენიმე ბავშვის გატაცებას. თუმცა უკვე დაფიქსირდა რამდენიმე საიტი, სადაც ძალიან უცნაური განცხადებებია, სადაც იხიდება თოჯინები 66 სანტიმეტრი და 11 კილოგრამი, თითქმის ახალი, ცოტა ნაკაწრებით. შეიძლება მოსვლა და აღება $3000. და თუ დაიწყებთ მათ ძებნას, თუ სოციალურ ქსელებში მოძებნით, ნახავთ სხვადასხვა საჩივრებს ამ ვიდეოებზე. ამიტომ ეხლა ერთ-ერთი პრიორიტეტი UNICEF-ი უკვე მოქმედებს, არის ამ ბავშვების დაცვა, რომლებიც შემდეგ უნდა განათლდნენ და ასევე უნდა ვეცადოთ, გავიგოთ, როგორ შეიძლება დახმარება და მხარდაჭერა იმათთვის, ვინც ყველაფერი დაკარგა. დღეს არიან ადამიანები, რომლებიც იხდიან ფულს, რომ ბულდოზერები გამოიყვანონ და ნანგრევებიდან თავიანთი ახლობლები ამოიყვანონ. არიან ისეთებიც, ვინც იხდიან, რომ თავიანთი ახლობლების ცხედრები მიიყვანონ. რომლებიც იქნა გამოტანილი, იქნა იდენტიფიცირებული, მაგრამ იმისთვის რომ დააწერო ეტიკეტზე, რომ ეს შენი ძმა, შენგან ფულს ითხოვენ, თორე გეუბნებიან, რომ დაუდგენელთა სიაში ჩაწერენ. ანუ ვინც ვენესუელა არ იცის, ვერ გაიგებს, რაზე ვსაუბრობთ, წარმოდგენაც არ აქვს, რაზე ვსაუბრობთ. ამიტომ ვიმეორებ, როცა ვინმე ძალიან იდეოლოგიზებული მოდის და გიხვებათ 1000 რამეს, მაგრამ თავად ვენესუელაში არასდროს უცხოვრია. ზუსტად Reddit-ზე, ზუსტად Vinted-ზე, მადლობა. მე არ მინდოდა პირდაპირ ეთერში მეთქვა, მაგრამ სწორედ Vinted-ია. ასე რომ ნახავთ უამრავ ესეთ რეკლამას, მათ შესახებ შეატყობინეთ და ფრთხილად იყავით. და გააქტიურდა ქსელები, რომლებიც კარგად ვიცით, რომლებიც ეპსტეინის საქმის დროს გამოაშკარავდა, მაგრამ იფიქრეთ, რომ ეპსტეინი ერთადერთი იყო. ამიტომ ეს არის ძალიან სერიოზული რამ, რაზეც მაგალითად ველოდებოდი სერიოზულ რეპორტაჟს დიდი ტელეარხებისგან, იმ ადამიანებისგან, ვინც იქ ადგილზე იყო და ცოტა მაინც მოყვებოდა რა ხდება. აი რადგან უკვე გავაკეთეთ რეკლამა, მეც ჩემს რეკლამას გავაკეთებ მირკო. თუ გინდათ ესე ადევნოთ თვალი ლათინურ ამერიკას, თუ გინდათ მოისმინოთ სიახლეები ადგილობრივი ცოდნით, შეგიძლიათ დამომყვეთ Instagram-ზე ან სხვა არხებზე, მაგრამ Instagram-ს ვიყენებ. და კიდევ რო გავუზიარო სტატიები, რომელსაც ვაქვეყნებ გაზეთ Il Paese-ზე, სტატიები, რომელსაც ვაქვეყნებ სხვა გაზეთებში და მოგზაურობები, რომლებსაც რეგიონში ხშირად ვაკეთებ. ასე რომ თუ გინდათ გამომყვეთ, მე ეს ძალიან გამიხარდება. ნიშნულოვანია მქონდეს არხი, განსაკუთრებით იმ ადამიანებისთვის, რომლებიც იტალიიდან გამომყვებიან, რათა ეს ინფორმაცია ლათინური ამერიკის შესახებ იტალიაშიც მივიტანო. ვცდილობ, რომ სიახლეები ან სტატიები მხოლოდ ესპანურად არ დავდო, არამედ იტალიურადაც პირდებით. ასე რომ თუ დამეხმარები შენ მირკო, თუ ჩატში Instagram-ის ლინკს დადებ, ასე ყველას ექნება ხელმისაწვდომი. თუ გინდათ იქ მიპოვით Diego Batistesi. ამიც კიდე თუ არის კითხვები, შეიძლება პროვოკაციული, გამაღიზიანებელი კითხვებიც ან ისეთი ადამიანების, ვინც არ მეთანხმება, არ მოგწონთ ის ნარატივი, რომელსაც მე წარმოადგენ, ეს მნიშვნელოვანია, რადგან ასე უფრო მეტად შევძლებთ საუბრის გახსნას.
გადავიდოდი კუბაზე, რადგან კრიზისიდან კრიზისში, თუ კუბას ჰქონდა კავშირები, მინიმუმ ერთმანეთს ეხმარებოდნენ და ასე შემდეგ. ეხლა კი უკვე დამხმარე ადამიანი ვეღარ გაიგებ ვის რა როლი აქვს. რადგან აქ არის ერთი ტრაგედიიდან ტრაგედიამდე პრაქტიკულად. ამ მომენტში კუბა რთულ მდგომარეობაშია. ჩვენ ამაზე ვსაუბრობდით. და აქაც მახსოვს კლაუდიოსთან ერთად, არა, რომელიც ეხლახან დაბრუნდა პუბიდან. და ეხლა მდგომარეობა ასეთია, რომ გაკეთდა, ამას შემდეგ სლაიდებზე ვნახავთ, 166 რეფორმა ჩატარდა კუნძულის სულად გასახსნელად, კუნძულის უცხოური კაპიტალისთვის, უცხოური ბანკებისთვის და თემივიგი ნაბიჯები გადაიდგა იმისთვის, რომ დააცხნა რომ ბიძიასემი, რადგან ვიცით, რომ ამ მომენტში არის ძალიან ძლიერი ზეწოლა, ჩარევა, ესე ეწოდება, ძალიან ძლიერი ზეწოლა კუბაზე. ეს არის ზეწოლა, რომელიც თუ ამას არ გააკეთნენ შეერთებული შტატები კუბის მიმართ, არამედ გააკეთებდა ქვეყანა X სხვა სუვერენული სახელმწიფოს მიმართ, ჩვენ თმებს ვიგლეჯდით და ვითხოვდით, რომ ეს აშკარად არის რაღაცა, რისი გაკეთებაც შეუძლებელია. თუმცა ტრამპის შეერთებულმა შტატებმა ჩვენ ამას და კიდევ ბევრ სხვას შეგვაჩვია. მაქვს რამდენიმე კითხვა, რადგან მეგობრებისგან და სხვებისგან რაღაც ინფორმაცია მივიღე, რომლებიც თავის მხრივ სხვებისგანაც იღებენ ინფორმაციას და ასე შემდეგ. მართალია, რომ ვთქვათ, ხელმძღვანელები და ასე შემდეგ თავისუფალ გასვლაზე მოლაპარაკებებს აწარმოებენ თავიანთი პირადი სახსრების დაცვით, ან გარანტიით, რომ მათი საბანკო ანგარიშები არ შეეხება, ან ის ფული რაც საზღვარგარეთ აქვთ და მსგავსი რაღაცები. მაგრამ ეს ყოველთვის იგივე ისტორიაა, რაც ვენესუელაშიც მოხდა და რაც ვენესუელაშიც ხდება. შემთხვევითი არ არის, რომ ერთ მომენტში იწყებენ გამოჩენას კუბელი სამხედროების ფოტოები, რომლებიც რატკლიფთან იკრიბებიან, რომლებიც სხვა ამერიკელ გენერლებთან იკრიბებიან. მე ასე ვფიქრობ. იცი, მე მაქვს ცოტა ინფორმაცია რაღაც მომენტში, ბევრი რაღაციდან, ესეც მომდის. მეუბნებიან, რომ პრაქტიკულად უსაფრთხო გასვლის მოთხოვნა მიმდინარეობს. აი ეს. ერთ მომენტში ჩდება კითხვა, განსაკუთრებით იმიტომ, რომ ადრე კუბას სხვა პოზიცია ჰქონდა. რაც ახლა ხედავთ, იმიტომ რომ 11 ხოთა ესპანურად ნიშნავს 11 ივლისს. 5 წლის წინ, 2021 წლის 11 ივლისს, კუბის რეჟიმის წინააღმდეგ ყველაზე დიდი შიდა გამოწვევა მოხდა, მას შემდეგ რაც რევოლუცია გაიმარჯვა 1959 წლის იანვარში. რას ნიშნავს ეს? რომ პირველად არა მაიამიდან, არა კალიოჩოდან, არა ნიუ-იორკის ოფისებიდან, არა ვაშინგტონიდან, არამედ ჰავანისა და კუბის სხვა ქალაქების ქუჩებიდან წამოიჭრა პროტესტი კუბის რეჟიმისა და პარტიის წინააღმდეგ. პროტესტები, რომლებიც კულტურის სექტორიდან დაიწყო. არ ვიცი, გახსოვთ თუ არა ეს სურათი, სადაც ბევრი ახალგაზრდა მიდიოდა კულტურის სამინისტროს წინ საპროტესტოდ. ხო, ყურადღება მიაქციეთ, აქ არ უნდა ვიფიქროთ, რომ ისინი ანტირევოლუციონერები იყვნენ, ან ანტიკასტრისტები, ისინი უბრალოდ აპროტესტებდნენ. იმიტომ რომ სისტემა ახშობდა მთელ კულტურულ და მხატვრულ გამოხატვას, იყო ძალიან კლიენტელური და ძალიან ნეპოტისტური. და ძალიან მკაცრი. ან ჩემს ხაზს მიხვები, ან არ იმუშავებ. ეს დაიწყო და ახალ თაობებს აღარ მოსწონდათ. ამიტომ ითხოვდნენ დიალოგს კუბის რეჟიმთან კულტურული პროდუქციისა და დამოხატვის თავისუფლების შესახებ. კუბის რეჟიმის პასუხი იყო სრული რეპრესიები. დღევანდელი მდგომარეობით კუბაში 1000-ზე მეტი პოლიტიკური პატიმარია, რომელთა უმეტესობა 2021 წლის 11 ივლისიდან დღემდე დაწყებულ პროტესტებში მონაწილეობდა. ამ პროტესტების შემდეგ წარმოიშვა მოძრაობა, რომელსაც სახელად დაარქვეს პატრია y vida, ანუ სამშობლო და სიცოცხლე. რადგან კასტროს ცნობილი ლოზუნგი რევოლუციის დროს იყო სამშობლო ან სიკვდილი, ხო ასეა, გამარჯვება ან სიკვდილი. ეს არის ჯოტუელი, რომელიც ზუსტად არ წარმოადგენს მემარცხენეებს, მაგრამ ის არის ერთ-ერთი მათგანი. კარგი ინტელექტუალია. ის ერთ-ერთი იმ ადამიანთაგანია, რომლებიც დღეს კულტურული თვალსაზრისით უფრო მეტად არიან მისაბაძები, თქვათ, უფრო მასიურად აღიქმებიან გავრცელების თვალსაზრისით.
თუმცა რეალურად თუ შემდეგ სლაიდზე გადავიდეთ, პროტესტის ნამდვილი კულტურული ინიციატორები არიან ადამიანები, რომლებიც არიან არტისტები, ინტელექტუალები. ეს არის ლუის მანუელ ოტერო ალკანტარა, რომელიც დააპატიმრეს და რომელიც ჯერ კიდევ კუბაში ციხეშია, პლასტიკური ხელოვნების არტისტი, რომელიც იყო ერთ-ერთი მთავარი დამფუძნებელი იმისა, რასაც სან-ისიდროს მოძრაობა ეწოდა. ყურადღება. სან-ისიდროს მოძრაობა, რომელიც თუ მოусმენთ ყველას, რა თქმა უნდა, ყოველთვის შეთქმულებაა, დაფინანსებულია შეერთებული შტატების კუბელი მემარჯვენეების მიერ მაიამიში, რადგან შეუძლებელია იფიქრო, რომ ხელოვანმა თავისით იფიქროს კუბაში, რომ რაღაცები არ არის კარგად. ამიტომ აუცილებლად უნდა იყოს, რომ ვიღაცისგან იღებს ფულს. შეუძლებელია, რომ სხვანაირად იყოს. უნდა თქვას ვიღაცამ, არა რომ რაღაცები არ მუშაობს. ზუსტად ვერ იქნება ბრწყინვალე არტისტი, რომელიც ვერ ფიქრობს. ნახეთ, როცა ლოკატელხან ჩავერთეთ, მობილური მხოლოდ ერთ კუთხეში იჭერდა და რო გენერატორები ქონდათ ენერგიისთვის. და რომ ერთადერთი ადგილი, სადაც ენერგია იყო, სასტუმრო იყო რამდენიმე მეტრში და ყველაფერი დანარჩენი სიბნელეში იყო და ასე შემდეგ. ისე რამდენიც უნდათ პროპაგანდა აკეთონ. მე მყავს ერთი, ვინც იქიდან ჩაერთო და მაჩვენა როგორი იყო ის ადგილი. მაგრამ ნახე საოცარია როგორ ავიარებენ ყველა პირველ რიგში მეც რომ თუ არის ქვეყანა რომელმაც ძალიან ბევრი დააბანდა კულტურაში ეს კუბაა. სინამდვილეში როცა დღეს ესაუბრები კუბელ ადამიანს რომელსაც 50-60 წელი აქვს რომელიც რევოლუციის და განათლებაში ინვესტიციების პერიოდიდან მოდის. კულტურის მხრივ ლათინურ ამერიკაში საშუალოდ ეს არის ადამიანი რომელსაც უზარმაზარი კულტურა აქვს. ამიტომ თუ არის რამე რაც კუბელებმა სუნცირე ბოლო 10-15 წლის განმავლობაში, რომელიც საშინელი იყო, მათ შორის სასწავლო ინფრასტრუქტურის ხრივაც, იციან ეს არის ფიქრი. ისინი კარგად ფიქრობენ, კარგად არიან განათლებულები, ყურადღება, ისინი კარგად ფიქრობენ, კარგად არიან განათლებულები. საშიში არ არის. არა, მაგრამ სინამდვილეში ისინი კარგად ფიქრობენ, კარგად არიან განათლებულები, მხოლოდ მანამ სანამ რეჟიმს ეთანხმებიან. თუ რეჟიმს არ ეთანხმებიან, მაშინ ყველა სულელია, რომლებიც მოდიან და ფულს იღებენ შეერთებული შტატებისგან. იმ მომენტში, როცა გადაწყვეტენ თქვენ რამე, რაც რეჟიმს ეწინააღმდეგება, ისინი წყვეტენ განათლებულობას, კულტურულად მომზადებულობას და ხდებიან ფეხქვეშ საგებებად. წარმოუდგენელია ეს გარდასახვა, არა? რაც მათ სულიად ცარიო გონებად აქცევს. მას ასე, სან-ისიდროს მოძრაობა, რომელიც 2021 წლის პროტესტებამდე ცოტა ადრე ვითარდება, მაგრამ 2021 წელს ერთ-ერთ ცენტრალურ წერტილად იქცევა და შემდეგ წარმოშობს არჩიპელაგოსაც, რომელიც ცოტა უფრო დიდი მოძრაობაა. ყველა ადამიანი, რომელსაც ამ ფოტოზე ხედავთ, ან ემიგრაციაშია, ან ციხეშია, ან შინაპატიმრობაშია. იმიტომ რომ კიდევ ერთი სისტემა არსებობს, რომელიც ეხლა მოქმედებს. შეიძლება ყველა არა, გულისხმობ, არ მინდა აბსოლუტურად თქვა, მაგრამ ამ ადამიანების უმეტესობა ან ემიგრაციაშია, ან ციხეშია. ლუის მანუელ ოპეს ალკანტარა ჯერ კიდევ ციხეშია, ან შინაპატიმრობაშია. ანუ ისინი იძულებულნი არიან სახლში დარჩნენ, რადგან სახლის კართან ორი მცველი დგას სამოქალაქო ტანსაცმელში, რომლებიც არ აძლევენ გარეთ გასვლის საშუალებას. ამიტომ ვერანაირ ჩარევას ვერ იღებენ. მათი უსაფრთხოებისთვის ალბათ. ზუსტად. მე ყურადღებით მეც, იმიტომ რომ იგივე ევაბემა, შენ დიეგო არა. მე ასევე გამოკითხე ადამიანები, რომლებიც აქ მადრიდში არიან, გადასახლებულები, პაისისთვისაც. ზოგი უკიდურესად მემარჯვენეა, ზოგი მემარცხენე, ყურადღება, იმიტომ რომ არის მემარცხენე ხალხიც, რომელიც კუბაზე მიმდინარე მოვლენებს ეწინააღმდეგება. ეხლა ცოტა ხნის წინ კომენტარი წავიკითხე და ვეთანხმები, არ უნდა გავაზოგადოთ, ან გავააბსოლუტოთ მიგრანტებისა თუ დიასპორის შეხედულებები. რადგან მაგალითად აქ მადრიდში დიასპორის უმეტესობა ვენესუელის ოპოზიციას ეკუთვნის, ანუ ცენტრისტულ მემარჯვენე ან მემარჯვენე. ძალიან კაცრია, ესე რომ, რა თქმა უნდა, მათი მოყოლილი ამბავი და ნარატივი არ არის სიმართლე. მაგრამ ასევე არ შეიძლება ვიფიქროთ, რომ მაგალითად ვენესუელის შემთხვევაში 8 მილიონი ვენესუელელი, ვინც ქვეყანა დატოვა, ყველა მემარჯვენეა, ან ყველა ერთნაირია. და თითქოს ისინი არ არიან ნარიანი აზროვნებაში, ან ვერ ხედავენ მემარჯვენე თუ მემარცხენე რეჟიმების შედეგებს. ფიქრობ ეს საკმაოდ უმნიშვნელო ხდება, არის ძალიან მნიშვნელოვანი კითხვა. ეს მოძრაობები ინტრაეთნიკურია, უფრო მეტად გავრცელებულია ესპანელი დისიდენტებს შორის, ვიდრე მეტისებს შორის. ეს მოძრაობის საკითხი არ არის, სან-ისიდრო, ლეგენდარული. სან-ისიდრო ნამდვილად ინტრაეთნიკური მოძრაობაა. კუბა სხვათა შორის კუნძულია, სადაც აფრიკული წარმოშობა ძალიან ძლიერად არის წარმოდგენილი. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე აფრიკული წარმოშობის მქონე ტერიტორია თელ დღევანდელ ლათინურ ამერიკასა და კარიბის ზღვის აუზში.
რაც შეეხება ვენესუელას, ქვეყნის ლიდერები, მიუხედავად იმისა, რომ საუბარია ყურადღება მიაქციეთ არა რევოლუციებზე, რომლებიც თანასწორობას, სამართლიანობას, თანასწორუფლებებს და ყველაფერ ამას მოიდანენ, თუ დააკვირდებით ვენესუელის მმართველი წრის ზედა ეშელონს, ვერც ერთ აფრიკული წარმოშობის ადამიანს ვერ ნახავთ და ძალიან ცოტა ადგილობრივ ადამიანს დაინახავთ თუ საერთოდ ნახავთ. და თუ იგივე რამეს ნახავთ კუბაში, იგივეა ნიკარაგუაშიც, მაგრამ უნდა ვთქვათ, რომ იგივე სურათია ვენესუელის ოპოზიციაშიც. ანუ არსებობს გარკვეული ლიდერობა, ელიტიზმი. და ეს ძალიან კარგად განსაზღვრავს ვენესუელაში არსებულ სოციალურ კლასებს. მაგრამ ასევე იმიტომ ამაზე ადრე იყო ჩვენი ტიპის საბ, რომელიც უნდა აგვიხსნა, კარგი, მაგრამ ამას კოლუმბიასთან მივაბამთ, კოლუმბიას დავუკავშირებთ, ნუ და კარგი, მაგრამ ამას კოლუმბიას დაუკავშირებთ, კოლუმბიას უკავშირებთ. კოლუმბიას უკავშირებთ, ვისაც გულისხმობდი. მე ფრთხილად უნდა ვიქო, იმიტომ რომ მარქალიც რო თქვა, მაინც უნდა ვიფრთხილო, რას ვამბობ, თორემ მე ცილისწამებისთვის საჩივრებსაც კი მომიტანენ, გესმის? მაშ, აქ ყველა რეფორმა ჩამობითვალეთ, რაც დიას-კანელმა დაატარა. 166 რეფორმაა, რომლებიც საჭიროა იმისთვის, რომ მთლიანად შეიცვალოს ის სახე, რაც აქამდე კუბას ჰქონდა. ესენი არიან. და ასე რომ ის, ასე ვთქვათ, კიდევ უფრო აღრმავებს იმ რეფორმებს, რომლებიც უკვე რაულ კასტრომ შემოიდანა. მაგრამ ის ამას აშკარად აკეთებს ამერიკის შეერთებული შტატების ზეწოლის ქვეშ, რომელიც უმაღლეს დონეს მიაღწია. ასევე არის უძრავი ქონების ბაზრის ნაწილობრივი ლიბერალიზაცია. ეს იყო ერთ-ერთი მთავარი ელემენტი კუბის რევოლუციისა, რომლის მიხედვითაც ყველა საკუთრების ლიცენზია უნდა ყოფილიყო კუბური. კერძო კომპანიებს შეეძლებათ იმპორტი და ექსპორტი, ასევე გაძლიერდება მცირე და საშუალო ბიზნესი, მოიხსნება რამდენიმე ოპერაციული შეზღუდვა და გაიზრდება მენეჯმენტის ავტონომია. საგარეო ინვესტიციები, რომლებიც ნებადართული ხდება, არის ასევე გახსნა კუბური დიასპორის მიმართ, რომელიც ყოველთვის ეშმაკად და მტრად მიიჩნეოდა. საერთოდ ანბონია რუბიომ ხელი აიღოს ამაზე პირიქით. ამ შემთხვევაში საქმე მიდის იქამდე, რომ ეს არის განსაზღვრება, თუ უნდა მივიდეთ კაპიტალიზმის ცუდი ასლის მიღებამდე, მაშინ ავიღოთ ორიგინალი კაპიტალიზმი და მოვიშოროთ რეჟიმი. რადგან სანამ რეჟიმი მაინც იცავდა რევოლუციის სულს, სოციალიზმს, შეიძლება ვეთანხმებოდეთ ან არა, რომელმაც მაინც მარცხამდე მიიყვანა. ასევე მართალია, რომ ესეთი ემბარგოს პირობებში ყველაფერი რთულდება, მაგრამ ასევე გამოიწვია ეკონომიკის არც თუ ბრწყინვალე მართვა. შეგიძლია თქვა, კარგი, გავაგრძელოთ იდეის დაცვა, მაგრამ თუ ერთ მომენტში კაპიტალიზმის იმ ხაზებს სულად თუ არა ნაწილობრივ მაინც ითავისებ, ის ხაზები, რომლებიც განსაზღვრავს კაპიტალიზმს, რომელსაც 80 წლის განმავლობაში ებრძოდი, ხო ასე? ერთ მომენტში, მაშინ, შიგნით, ვიღაც შეიძლება თქვას, კარგი, მაგრამ თუ უნდა ვიყოთ ცუდი ასლი, ავიღოთ ორიგინალი. და ავიღოთ ორიგინალის სარგებელიც. ასე რომ ფრთხილად იყავით თვალი კუბაზე. 11 ივლისი რატო? 5 წელი გავიდა იმ პროტესტებიდან, რომლებმაც პირველად შიგნიდან შეარყიეს ქვეყანა რევოლუციის შემდეგ. სხვათა შორის ეს 5 წელი აღინიშნება ძალიან რთულ მართლაც კრიტიკულ პერიოდში კუნძულისთვის, ამიტომ ფრთხილად უნდა ვიყოთ, რადგან შეიძლება რაღაც ახალი და მოულოდნელი მოხდეს. ეხლა მოიცადეთ, ცოტა შევხედავ. დიახ, ამასთან ერთად არის ესეთი რამ, გეტყვით, გამოუშვით ჩვენი მეორე განახლება. მოგწერეთ თუ ყველაფერი კარგადაა, ანუ ვისაც არიცით რა არის ეს აპლიკაცია მული აღწერაშია. ფაქტობრივად ეს არის აპლიკაცია, რომელიც წყაროებისა და სიახლეების კლასიფიკაციას აკეთებს. ასე რომ შეგიძლიათ გაანაწილოთ ისინი გეოპოლიტიკური ან ტექნიკური კრიტერიუმებით, დრონების, თვითმფრინავების, რაკეტების და სხვა მსგავსი სიახლეები. ეს უნიკალურია თავის ჟანრში. აქ არ არის მარცხენა ან მარჯვენა სიახლე, როგორც ამას აკეთებს Frontenews-ი ან მსგავსი რამ. ეს კონკრეტულად იმ ადამიანებისთვისა, ვინც ესეთ არხებს ადევნებს თვალს. არც მეტი, არც ნაკლები. მაგალითად, თუ გინდა მხოლოდ კუბის, ვენესუელის და ასე შემდეგ სიახლეები, ის მხოლოდ კუბის და ვენესუელის და ვენესუელის სიახლეებს გაფილტრავს. და გაძლევს ასევე იმ წყაროს სანდოობის მაჩვენებელსაც. ანუ რამდენჯერ უთქვამს იმ გაზეთს სისულელე, რადგან სხვა გაზეთებმა გააბათილეს მისი ინფორმაცია. ამიტომ მაინც იცი, რომ თუ გამოვა ამბავი, რომ არ ვიცი, კორინა მაჩადომ ოქროს ძარღვი იპოვა და ყველა მილიარდერი გახდა. ხო, თუ ამას გაძლევს მაგალითად
როგორ ქვია, ფაროდი რომა, აი ძალიან არ ვენდობოდი. სანდოობის თვალსაზრისით აი ესე. ეს იყო ზელენსკის ყველა ვილაზე, კეპელზე, კარლოს ვილაზე, სასტუმროზე, კვიპროსში, კაზინოზე, არ მახსოვს სად და ასე შემდეგ. ასე რომ, შენ ასევე შეიძლება გითხრას ფრთხილად იყავით, რადგან ის ჟურნალისტი პარვალუმის ორბიტაშია. დიახ, ალბათ ამასაც გეტყვის ფათაშორის, შენ ერთადერთი ხარ. რაც აპს მისი. ფაქტო კოტიდიანო სანდოობის დონის 10%-იანი პოსტი. ანუ შენ მე მინგრევ. ის რაც იქნებოდა, სულად უარყოფითი შედეგი. მაშინ გადავიდეთ აქ, მოდი აქ. ეს არის რეფორმები, კარგი, ისევ რეფორმებზე ვარ. დიახ, კუბაზე საუბარი, ცოტა რო შევაჯამოთ. სინამდვილეში აქ თქვენთვის სწრაფად შევაჯამე რეფორმები, ალბათ ზედაპირულად საუბრობთ კუბაზე, რომელზეც აქ 10 საათის განმავლობაში შეგვეძლო გველაპარაკა. მაგრამ ეს იმისთვისაა, რომ ცოტა წარმოდგენა შეგიქმნათ, მოგცეთ გარკვეული იდეები და გითხრათ, რომ მომდევნო დღეებში დააკვირდეთ რა ხდება კუბასთან დაკავშირებით. ასევე, იმიტომ რომ ეხლა შეერთებული შტატები მსოფლიო ჩემპიონატიდან გამოვიდა, ესე რომ ტრამპს თავისუფალი დრო აქვს და ისევ დაიწყებს თამაშს სხვა სცენარებზე. ასე რომ ხედავთ, რომ ყველაზე მნიშვნელოვან სიახლეებს შორის არის კერძო ბანკების შემოღება და ინვესტიციების გახსნა კუბური დიასპორისთვის, რაც ადრე აკრძალული და წარმოუდგენელი იყო. უძრავი ქონების ბაზრის ნაწილობრივი ლიბერალიზაცია. როგორც გითხარით, უნივერსალური სუბსიდიების შემცირება, ასევე იმიტომ რომ ცნობილ ლიბრეტაში უკვე აღარაფერი იყო დარჩენილი, რადგან აღარაფერი ნაწილდებოდა. და მეტი ავტონომია მიეცა საწარმოებსა და სოფლის მეურნეობის წარმოებლებს. მართლა მეც ხედავ, რომ მარკო ბარონჩინი ამბობს, რომ კერძო ბანკებიც კი, მეც ის კერძო ბანკების საკითხი, ეს არის ის, რაც ჩემზე იმოქმედა. ეს არის ის, რაც ყველაზე მეტად შემარყია. უთხარი ბიჭებო, ეს არის მანევრი. უნდათ ჩინური მოდელის მიბაძვა. კი, ეხლა რა თქმა უნდა არა, მაგრამ ეხლა აშკარად ამბობენ, რომ ჩინეთი და რო ცხადია სამადალითო ქვეყანა ჩინეთია. რა თქმა უნდა, ყოველთვის საჭიროა ნარატივის ადება, ნიკოლო, შენ ჩემზე უკეთ იცი. ვერ იტყვი, რომ ხელი მოგტე ხეს და ამიტომ უნდა დავაკეთოთ. არა, უნდა თქვა, რომ ნახეთ, ჩინეთში იმუშავა და ამიტომ ეხლა ჩვენც ვაკეთებთ. რა თქმა უნდა, ყოველთვის უნდა იპოვო გზა, რომ პოლიტიკურ კრიზისიდან გამოსვლა შეძლო, მაგრამ თუ გინდა წავიდეთ. კოლუმბიაში ესე შევალთ საბზე, რომ ეს არ არის მაისურების თემა. წავიდეთ კოლუმბიაში. თანაც კოლუმბიაში წასვლა ისეთივია, როგორც წისქვილში წასვლა. ფქვილით მოითხრები. წავიდეთ კოლუმბიაში, სადაც ერთი პერსონაჟი, რომელსაც უნდა უწოდოთ პრეზიდენტი აბელარდო უელესპერეა და ასე რომ ის მხოლოდ პერსონაჟი არ არის, შეძლო პრეზიდენტობა მოეპოვებინა და ბოლო წამებზე დაამარცხა ივან სეპედა. ძალიან დახვეწილი ინტელექტუალია ალბათ, ის იქნებოდა ერთ-ერთი საუკეთესო პოლიტიკოსი ლათინური ამერიკის ბოლო 20 წლეულის განმავლობაში. მაგრამ ძალიან დოგმატური ადამიანია, რომელმაც ვერ შეძლო საკმარისად დაშორებოდა საარჩევნო კამპანიის დროს იმ პოზიციებს, რაც ჰქონდა. პეტროს ზოგიერთი ნარატიული მარცხი მაგალითად, როგორიც იყო ინიციატივა, მოდით შევქნათ საკონსტიტუციო ასამბლეა სისტემის, ან კოლუმბიაში სოციალური შეთანხმების რეფორმისთვის. და მაშინ ყველას მაშინვე ვენესუელა გაახსენდა და ამიტომაც თქვეს უარი. კარგი, მაგრამ აქ ეგრევე ბერტრონი გამახსენდა. ზუსტად, ამიტომ ყველას. და ასე რომ, მოკლედ იყო მთელი რიგი ფაქტორები, რომლებმაც სპერას კანდიდატურა ჩაძირა, რომელიც მაინც თითქმის 13 მილიონამდე მიმიდა. ამიტომ მინდა თქვა, ქვეყანა აშკარად გაყოფილია. პრობლემა ისაა, რომ გაიმარჯვა ერთმა ბატონმა, რომლისთვისაც მე არც კი ვიცი რა სიტყვა გამოვიყენო, რადგან ის საკმაოდ ბნელი ფიგურა სახელმწიფოებრივი თვალსაზრისით. ის საქმიანობა, რაც მას ჩაუდენია, ის ადვოკატია. და ბოლო 10-15 წლის განმავლობაში მან დაიცვა რამდენიმე პიროვნება, რომლებიც კოლუმბიას ყოლია, მათ შორის ყველაზე უარესები არიან. ასე რომ შეიძლება ითქვას და საარჩევნო კამპანიაშიც ითქვა, რომ ის იყო კრიმინალების ადვოკატი. და ის არის ადამიანი, რომელსაც აქვს მანიური სიახლოვე შეერთებულ შტატებთან. მას ასევე აქვს ამერიკის მოქალაქეობა. შემდეგ ამასაც ვნახავთ, ამასაც მომავალშიც ვნახავთ,
რა თქმა უნდა, ბუკელეს, მილეის და ტრამპის ფანია. სინამდვილეში კიდევ ერთხელ ვიმეორებ, გაზეთ პაეზეში იყო სტატიები, სადაც ეწერა: ბოლსონარუმ, მილეიმ, ბუკელემ და ტრამპმა შვილი გააჩინეს. მას აბელარდო ქვია რა და გამოდიოდა რომ ეს აბელარდო იყო. ამ კაცმა დაიცვა, ანუ არ დაუცავს. მას ჰქონდა თქვათ ურთიერთობები და დაიცვა არა როგორც ადვოკატმა, არამედ საჯაროდ. მანკუსოს ქმედებები. ეხლა არ ვიცი თუ არა ვინ არის მანკუსო, მაგრამ მანკუსო ერთ-ერთი მთავარი მკვლელი და დამნაშავე იყო, რა თქმა უნდა. კოლუმბიელი. ანუ მინდა თქვა, თქვენ არასდროს ხართ კმაყოფილი. ერთი ვისთანაც მიდიხართ ისტორიის სანახავად. ის ბიჭია. როგორც ციხის სახელოები, მოდი რა. სადიც და ნახეთ ვინ არის სალვატორე მანკუსო. და თქვით, კარგი, მაგრამ ბიჭებო, თუნდაც ოცეთ ის ვინც შეიძლება მის პოლიტიკურ მხარეს იყო, ესე ვთქვათ, მანკუსოს მეთოდებით. შეიძლება ასე კარგად ვერ ეწყობოდა. მან დაიცვა ის, რომ თქვა მანკუსომ ძალიან ცოტა მოკლა. უნდა გაეკეთებინა უფრო ცუდი ვიდრე რაც გააკეთა. არა, კარგად უნდა გაეკეთებინა. ცოტა უბისტურ მხარესაც უბიძგა. იფიქრეთ, რომ ურიბე ვენესუელის ყოფილი პრეზიდენტი გასამართლებულია. ხუან საპატას ისტორიული მტერი, რომელსაც კოლუმბიის გარდამავალი მართლმსაჯულება 6200-ზე მეტ ყავ პოზიტივს მიაწერს. ანუ ადამიანები, რომლებიც მოკლეს და ხელში არავი ჩაუდეს, თითქოს ისინი პარტიზანები იყვნენ, რათა სამხედროებს პრემიები მიეღოთ. ბიჭებო, ეს მართლაც შოკის მომგვრელი ამბებია. აი და ეს ურიბე ბელარდოს არ უჭერდა მხარს, რადგან ის ძალიან რადიკალურად მიაჩნდა პირველ საარჩევნო ტურში პალომას უჭერდა მხარს. შემდეგ, როცა ბელარდო მეორე ტურში გადავიდა, დაახლოება მოხდა, მაგრამ თვითონ ურიბესთვისაც კი ბელარდო რაღაც ძალიან გაუპოველი იყო. შემდეგ ეს კაცი, რომელსაც სურათის ცენტრში ხედავთ, იცავდა დავით მუსრას. დავით მუსია გუსმანს, DGDMG-ს, რომელიც იყო პირამიდული სქემის ორგანიზატორი და 200,000 ადამიანი დაზარავდა. ამ კაცმა მილიარდები გააქრო, ნარკოტიკების ფულიც გაათეთრა, შეერთებულ შტატებში დააგავეს, იქვე მოიხადა სასჯელი და ეხლა კოლუმბიაშია ციხეში. თავდაპირველად მას ადვოკატად აბელარდო იცავდა და შემდეგ აბელარდომ ვინ დაიცვა? მან ალექს სააბი დაიცვა. ალექს სააბი, რომელსაც აქ მარჯვნივ ხედავთ, ალექს სააბი, რომელიც ჩავესისა და შემდეგ მადუროს სახელით მოქმედი ფიგურა იყო, ყველა იმ საერთაშორისო გარიგებაში, რომლებიც ოქროქროსა და დოლარების გაქრობისთვის ხდებოდა. და ის ვენის მისიის ტენდერებსაც გულივებდა, ასევე კლაპის ჩანთებით იყო დაკავებული, ანუ ჩანთებს, რომლებშიც ფული იყო, ყველაფერზე მოგება იყო. შემდეგ დიპლომატიურ კორპუსში მოხდა, როცა კაბო-ვერდეში დააკავეს და მისი ექსტრადირება სურდათ. ამბობ, რომ ჩვენ ფუდრები ვართ, რა მნიშვნელობით? არა, იმ მნიშვნელობით. ამ პერსონაჟებზე ვსაუბრობთ აქ. არა, რა თქმა უნდა. შემდეგ ჩამოვიდა ექსტრადიციის შემდეგ ვენესუელაში დაბრუნდა. რაც სუდად დასრულდა და მადურომ მინისტრად დანიშნა იმ მომენტში, როცა მადურო დააკავეს. 3 იანვარს შეერთებული შტატები ამბობს, რომ საბის გადაცემა სურს, დელსი როდრიგესმა საბი შეიწირა და შეერთებულ შტატებს გადასცა. აი ასე საბი. ეს ის იყო, ვინც ჩაერია, რომ ალბერტო ტრენტინი არ დაეთავისუფლებინათ. და მოლაპარაკებად ხელძაბზე ეკიდა. იმიტომ რომ თავისთვის, თავისი შვილებისა და ცოლისთვის იტალიაში გასასვლელი გზა უნდოდა და მოქალაქეობაც უნდოდა. სურდა რომ იტალიის თავრობისგან მიეღო უსაფრთხოდ ჩასვლის ნებართვა იტალიაში ჩამოსასვლელად. რადგან იცოდა რომ შეერთებული შტატები ჯერ კიდევ ეძებდა მას. ვერ შეძლო, იყო განაჩენი, ცოლი პატრულირებდა და დანაჩენი დადგა. ეხლა ის იტალიაშია და შეგიძლიათ ნახოთ სიახლეები. ეხლა კი იგი ექსტრადირებულია და შეერთებულ შტატებშია. აი კოლუმბიის პრეზიდენტი, რომელიც რამდენიმე კვირაში გახდება პრეზიდენტი, იყო ალექს სააბის დამცველი ადვოკატი. აი რომ ცოტა გავიგოთ, ვის ძევს საუბრობთ. ეხლა წარმოიდგინეთ, რომ ამ ბატონთან დაკავშირებით არის რამდენიმე ფაქტორი, რომლებიც გვაფიქრებინებს, იმიტომ რომ აქ გვყავს მოდერატორები, რომლებსაც ცხოვრება არ აქვთ. ანუ აქ. ვინდარი მეუბნება, რომ მისი ცოლი რომაელი ყოფილი მოდელია. ანუ ყველაფერს იცის. ყველაფერს. ხო.
და ასე შემდეგ. ვიღაცამ სახელი წინაც კი მიუწერა. მაგრამ თუ მოძებნით, მარტივად იპოვით. მე ეს ჩემ ბოლო სტატიაში დავწერე. გაზეთ ფატო კოტედიანოზე, მაგრამ ვიცი რომ ფატო კოტედიანოს არ ვკითხულობთ. თუმცა ჩემს ბოლო სტატიაში გაზეთ ფატო კოტედიანოს. მაგრამ მე ვკითხულობ, ანუ თუ მე თვითონაც ვკითხულობ, შეგიძლიათ წაიკითხოთ ჩემს ბლოგზე. იტალიურად ფატო კოტედიანოზე, ნახავთ უამრავ საინტერესო რამეს ლათინურ ამერიკაზე. ეხლა იფიქრეთ, რომ ველარდო მაშინვე თქვა, რომ საჭიროა ისრაელთან ურთიერთობების გაღრმავება. მაშინვე. პრიორიტეტი, კოლუმბიის პრეზიდენტის პრიორიტეტი, როგორც კი თანამდებობაზე მოვიდა, იცი, როცა ვიმე მეზობელია, ხო? და ეკონომიკაზე ხელავ, ხო, ზუსტად. ისრაელთან ურთიერთობების გაღრმავება, რომ დიპლომატიური ურთიერთობები გაწყდა გუსტავო პეტროს თავრობასთან. რატო გუსტავო პეტრო? იმიტომ რომ ფაქტობრივად არ იყო იდეოლოგიური თანხwebdriver და იყო პალესტინური გენოციდის დაგმობა. და შემდეგ ზოგადად შესაძლებელია თანხების მოტანა, ასევე ტრამპის ნება და ასე შემდეგ ზუსტად. შემდეგ ბელარდოს მაშინ უთხარი, კარდი, მაგრამ თუ მე პრეზიდენტი გავხდები, გავალ გაეროდან, ამერიკის სახელმწიფოების ორგანიზაციიდან და ადამიანის უფლებათა ინტერამერიკული სასამართლოდან. ესენი არაფერში გჭირდება. window training. ასე რომ, რა თქმა უნდა, აქაც ტრამპის გზას მიუყვები, ხო ასეა. და თუ პირველ სურათს შეხედავთ მარცხნივ, ნახავთ როგორ ბედნიერია. ამერიკის მოქალაქეობის მოწმობა უჭირავს ხელში. ეს სხვათა შორის მას გაატრიტიკეს კოლუმბიაში ზოგიერთი მოსამართლის მიერ, ამბობენ, რომ ვერ იქნება კოლუმბიის პრეზიდენტი თუ ასევე ამერიკის მოქალაქეა. უნდა უარი თქვას თავის მოქალაქეობას. მაგრამ სინამდვილეში მან არ უარი არ უთქვამს. აქ მეკითხები, ანუ უყურე კითხვებს, ამბობენ, რომ შეთქმულების თეორიები, კოლუმბიის არჩევნები იყო თუ არა გაყალბება. მაგრამ სინამდვილეში კოლუმბიის საარჩევნო სისტემა საკმაოდ სანდოა. ჩემს აზრით, მე არ მომწონს გაყალბებაზე საუბარი, მაშინოცა მტკიცებულებები არ არსებობს, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში ყველაფერს წყალში ვფრით და ისე ჩანს თითქოს ყოველთვის შეიძლება ყველაფერი ითქვას. იცით რომ მე ვსაუბრობ მხოლოდ იმაზე, რაც ვიცი, რაზეც მაქვს ცოდნა ან შეგნება. მაგრამ აი ამ შემთხვევაში ნამდვილად იყო მოთხოვნა მანსეპედას მხრიდან 30,000 საარჩევნო მაგიდის გადახედვას. იყო რამდენიმე ვიდეო, რომელიც გავცელდა, მე ვერ შემძელი შემემოწმებინა რეალური იყო თუ არა ეს ვიდეოები, სადაც აჩვენებენ რაღაცებს, ჩარევებს, ესე ვთქვათ, ან ყალბებს, სხვადასხვა საარჩევნო მაგიდის ბიულეტენებზე, სადაც არასწორი დათვლები იყო მითითებული, მაგრამ ვიმეორებ, მე რაც ვნახე, დამპყრობლების თქმით არ ყოფილა ისეთი დიდი გაყალბება, რომელიც გარდა კონკრეტული შემთხვევებისა, რამაც შეიძლება მიგვიყვანა იმ აზრამდე, რომ მონაცემები შეიცვლებოდა, რადგან საბოლოოდ აბელარდომ მნიშვნელოვანი უპირატესობით გაიმარჯვა. უდავოდ კოლუმბია, იგივე კოლუმბია, რომელმაც პლებისციტზე უარი თქვა, იგივე კოლუმბია, რომელმაც 2022 წლის არჩევნებზე პეტროს არ მისცა ხმა, კვლავ მემარჯვენეებს აძლევდა ხმას და ეს ქალაქების კოლუმბია, ნაკლებად სოფლის კოლუმბია, კოლუმბია, რომელმაც პარლამენტიზმი არ განიცადა, კოლუმბია, რომელიც კონფლიქტში არ ცხოვრობს და ამიტომაც უფრო ახლოსაა იმ დინამიკებთან, რომლებიც დაკავშირებულია ბიზნესთან, ინდუსტრიასთან და საერთაშორისო ეკონომიკასთან. და ამიტომაც ბევრად უფრო მეტად ჯერა. მიც რომ აი კომუნისტები მოდიან, რომლებიც ყველაფერ კეთილდღეობას აგვართმევენ და ყველაფერს გადასცემენ გლეხს, ანუ ცნობილ აგრარულ რეფორმას. ამიტომ თქვათ, რომ კომუნისტის შიში, რომელიც გარადაში იმალება, ისევ არსებობს ამ არჩევნებშიც. და განსაკუთრებით, ჩემი აზრით, შეცდომების გამო, რომლებიც საარჩევნო კამპანიაში იქნა დაშვებული. ივან სეპედამ ეს შეცდომები დაუშვა, რამაც აველარდოს გამარჯვება გამოიწვია. მოვედით ბოლო საკითხზე, მოვედით პერუზე. წურთნელმა შეძლო, ბიჭებო. წურთნელმა შეძლო 4-ჯერ 40 წერტილი. 36.7% კი სინამდვილეში ხა. საგარეო ხმებით სხვაობა იზრდება. ასე რომ უკვე მივახციეთ სხვაობას, რომელიც აღარ არის, თქვათ, სანჩესი ამ სხვაობას ვეღარ დაეწევა.
ასე რომ სანჩესი, რომელიც არ არის ის სანჩესი, ყურადღებით, ეს არ არის ესპანელი სანჩესი, ეს არის პერუელი სანჩესი. და მივახციეთ რიცხვებს, რომლებიც სანჩესის თვალსაზრისით აღარ არის სადავო. ამიტომ პერუს ეროვნულმა საარჩევნო საბჭომ უკვე მიანიჭა გამარჯვება კეიკო ფუჯიმორის, რომელიც ნამდვილად უცნობი არ არის. ის არის ადამიანი, რომელმაც 4-ჯერ სცადა და თავისი პარტიით არჩევნების მოგებას სცადა. 3-ჯერ ვერ შეძლო და მეოთხედ შეძლო მიეღო ის ადგილი, რომელიც ადრე მამამისს ეკავა. რადგან ის არის დიქტატორ ფუჯიმორის ქალიშვილი, რომელიც 80-იანი წლების ბოლოსა და 90-იანი წლების დასაწყისში იყო ხელისუფლებაში. სწორია ის სწორედ პერუს იაპონელი ძველი დიქტატორის ქალიშვილია. მან მტკიცე ხელით მართა პერუ და დაუპირისპირდა სენდერო ლუმინოზოს. და ყურადღება ის იყო მსჯავრდებული, გარდაიცვალა როგორც მსჯავრდებული კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულებისთვის, კორუფციისთვის, მრავალჯერადი მკვლელობებისთვის. ანუ მოკლედ მას მიუსაჯეს, იმიტომ რომ მართავდა პერუს არა მტკიცე ხელით, არამედ როგორც დამნაშავ. მას მიუსაჯეს, იმიტომ რომ ძალით და ინფორმირების გარეშე სტერილიზაცია ჩაუტარა 10,000-ობით პერუს სოფლის რეგიონების მკვიდრ ქალს. და ანუ ჩვენ საუბრობთ ამ ტიპის ფესვზე, რადგან ის არის ამ ბატონის შვილი. და რა თქმა უნდა, ისაც იგივე პოლიტიკურ ხაზს მისდევს. ეს არ არის ვაშლი, რომელიც ხეს მოშორდა. ეს არის ვაშლი, რომელიც ხის ძირში ჩამოვარდა. ესე რომ ეიკო ფუჯიმორი პერუში ძალიან საკამათო ფიგურის შვილი. მაგრამ ყურადღება, როცა ის გარდაიცვალა, პერუს მოსახლეობის დიდი ნაწილისგან კვლავ დიდი მხარდაჭერა მიიღო. აქ რამდენიმე მონაცემი მოგიმზადეთ, რადგან როცა პერუზე ვსაუბრობთ, უნიკალურ შემთხვევაზე გვაქვს საქმე. მისი ისტორია, ანუ საუბრობ ქვეყანაზე, რომელმაც ბოლო წლებში თითქმის ყველაფერი ნახა, რაც შეიძლება ელოდოს. ვიღებ ჯორას, ვაჭედებ ჯორს. როგორ ხდება, რომ ესეთი ადამიანის შვილი ესე აღწევს? მოდიში, ეს ცოტა ზედმეტად მარტივად თქვი, ანუ ამის შემდეგ ფიქრობდი, რომ არაფერს იტყოდი, რომ პედეგრის, სპეციალურად ვიყენებ სიტყვა პედეგრის. მაშასე, როცა არჩევნებზე ვსაუბრობთ და იმაზე, რომ 4-ჯერ სცადა, არ უნდა ვიფიქროთ, რომ ეს არჩევნებია, რომლებიც ყოველ 5 წელიწადში ერთხელ ტარდება, ხო ასეა? რადგან პერუში არსებობს პოლიტიკური არასტაბილურობა, რომელიც თითქმის თანდაყოლილია პერუს პოლიტიკურ სისტემაში. ამიტომ აქ არჩევნები ძალიან ხშირად ტარდება. იყო 1 და შემდეგ არის ბიულეტენი. ამასაც ნახავთ. მაგრამ მაშინ პედრო პაბლოს შემდეგ 2018 წელს დასრულდა საპრეზიდენტო ვადა, მისმა მემკვიდრემ მარტინ ვისკარამ 2 წელი გაძლო, მემკვიდრე 1 წელი გაძლო, შემდეგი კიდე 1 წელი, მერე თვითონვე მოაწყო გადატრიალება და დააპატიმრეს. დინა ბოლუარტეს 3 წელი. მას უკვე იძიებენ იმ რეპრესიების გამო, რაც მის მოსვლას მოჰყვა, ამიტომ 2022 წლიდან დინა ბოლუარტე, ხოსე გერი, ხოსე მარია ბალკასარი და ეხლა კეიკო ფუჯიმორი. 2022 წლიდან, ანუ 3 პრეზიდენტი იყო. ასე რომ არჩევნები საკმაოდ სწრაფად ტარდება. თუმცა, ასე რომ როცა ვამბობ, რომ მან 4-ჯერ სცადა, არ უნდა იფიქროთ, რომ ის 80-იანი წლებიდან ცდილობს. და ის არის იმ ადამიანის შვილი, რომელიც წლების განმავლობაში იყო, ეხლა ჩვენ ვფიქრობთ ბუკელეზე, ბუჩელეზე, გონია რომ ლათინურ ამერიკაში არასდროს ყოფილა ვინმე ბუჩელეს მსგავსი. სინამდვილეში ალბერტო ფუჯიმორი ის არის, ვინც შეიძლება იყოს, აქ ხედავთ მას ცენტრში, ამ სურათზე, ის ზუსტად შუაშია, იაპონური წარმოშობის. ერუში დიდი იაპონური დიასპორაა. ეს ყოველგვარი პრელუბია ბუჩელეს კაცვი პოლიტიკისთვის. მან ისეთ პიროვნებებთან ერთად, როგორიცაა მონტესინო და სხვები, შექმნა მკაცრი პოლიტიკა. ეს ნიშნავდა, რომ თუ ეჭობდნენ, რომ სინდერო ლუმინოსოს წევრი იყავი, ან სტუდენტურ მემარცხენე მოძრაობებში მონაწილეობდი, მოდიოდნენ, რაღაც მიზეს იგონებდნენ, კლავდნენ და მერე სადღაც გმარხავდნენ. ერთ მომენტში ეს ოპერაციები გამოაშკარავდა, ის გაასამართლეს, ყველა იმ დანაშაულთან ერთად რაც უკვე გითხარით,
მაგრამ აი ის ძალიან მემარჯვენე, უსაფრთხოებაზე ორიენტირებული და ძალადობრივი სახელმწიფოს იდეაში ჩამოყალიბდა. სინამდვილეში თუ მის პროგრამას ნახავთ, მან თქვა, რომ პერუში წესრიგის დასამყარებლად მოვიდა. ის არ საუბრობს პოლიტიკურ საკითხებზე, სოციალურ საკითხებზე, სადღაც მომისმენია ეს ხშირად ისმის. ის პერუში წესრიგის დასამყარებლად მოვიდა. ეხლა ყველა ვინც ფოტოზე ხედავთ, უმეტესობა გამოძიების ქვეშაა. ციხეში გარდაცვლილი, თვითმკვლელი, კორუფციაში მსჯავრდებული, ანუ ბოლო 11-12 პერუს პრეზიდენტი, თუ დინა ბოლუარტესაც ჩავთავთ, ბოლუარტე თუ გერიც ჩავთავთ, სულ 12 არიან და ისინი ან მსჯავრდებულები არიან, ან თვითმკვლელობით გარდაცვლილები. ან კიდევ აქვთ სასჯელი მოსახდები. საერთოდ პერუში პოლიტიკური სიტუაცია წარმოუდგენელია, მაგრამ ყურადღება მიაქციეთ, რატო ვისმენთ პერუზე ასე ცოტას. იმიტომ რომ პერუს ეკონომიკა სტაბილურია, სოლი, რომელიც პერუს ვალუტაა, სოლები, კვლავ ინარჩუნებენ ძალიან სტაბილურ კურსს დოლართან მიმართებაში. ამიტომ ეს არის ეკონომიკა, რომელიც ძლიერია, ეს არის მყარი ეკონომიკა. ამიტომ ამ ხრივ არასტაბილურობა, რომელსაც კონგრესი იწვევს, სწორედ ისა, რაც ქმნის უმეტეს პრობლემებს. და რომ პერუს კონგრესში ახლა უკვე განხორციელდა რეფორმები, პერუს კონგრესში იყო 100 კონგრესმენი, რომელთაგან 106 ჰქონდა ბრალდებები ან მსჯავრი კორუფციაში, სექსუალურ ძალადობაში და დავლენების ვაჭრობაში. ანუ ეს იყო კონგრესი, რომელიც ბანდა ბასოტის გავდა, ეს კონგრესი არ იყო. და ეს კონგრესი იყო ის, რომელიც პრეზიდენტებს უნდობლობის საკითხს უყენებდა. ამბობდა, რომ ისინი არაკომპეტენტურები იყვნენ, ინტელექტუალურად პრეზიდენტად ყოფნა არ შეეძლოთ, ესე რომ ეს იყო საშინელი პოლიტიკური სიტუაცია. ნახეთ, ეს არის ალბერტო ფუხიმორის ქალიშვილის პლაკატი, რომლის მამა დიქტატორი იყო და გასამართლებულია კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულებისთვის. მან გაიმარჯვა პლაკატით, რომელზეც ეწერა პერუ წესრიგით. აი ასე ამ მომენტში არ ვიცით რა გველოდება პერუში. მაგრამ ნამდვილად ადგილობრივი მოსახლეობისთვის, სოფლის მოსახლეობისთვის, იმ ადამიანებისთვის, რომლებიც არ წარმოადგენენ იმ ინდუსტრიულ პერუს, იმ პერუს, დიდი კომპანიების პერუს და იმ კლიენტელურ პერუს, კარგი მოსავლის წლები არ ჩანს. მოსალოდნელია ძალიან რთული წლები, რეპრესიების წლები, ექსტრაქტივიზმის წლები. პერუ არის ქვეყანა, სადაც მტაცებლური ექსტრაქტივიზმი არსებობს, როგორც ბოლივიაში, როგორც სხვაგან, კოლუმბიაშიც მაგალითად. ეს არ გურსენებია, მაგრამ აბელარდო და ლას ამას ხსნიან. მეორე სატელეფონო ზარი, რომელსაც გააკეთებს ტრამპთან საუბრის შემდეგ, იქნება სამთო და ნავთობის მოპოვების კომპანიებთან. ეთქვის აქ ვართ, მოდით გააკეთეთ რაც გინდათ. ასე რომ მოკლედ ჩვენ დღავართ პერუს სიტუაციის წინაშე, რომელიც ემთხვევა იმას, რაც რეგიონში ხდება. მოდით შევეცადოთ შევაჯამოთ. ჰონდურასი, ერთ-ერთი პირველი არჩევნები, რომელიც ტრამპის სასარგებლოდ დასრულდა, ტრამპის ჩარებით. შემდეგ ყავს ბუკელე, რომელიც ტრამპის დიდი მეგობარი გახდა იმ მომენტში, როცა მან სეკოტის გამოყენების საშუალება მისცა და დაიწყო ფულის აღება დეპორტაციებისთვის. შემდეგ აქვს დეპორტაციები, ამაზე რაღაცას გეტყვით ბოლოს. შემახსენე მილკო ვენესუელელების დეპორტაციებზე. შემდეგ ახლა ყავს აბელარდო დე ლა ესპრიელია კოლუმბიაში, კიდევ ერთი ტრამპის დიდი მეგობარი. შემდეგ ყავს ბოლივიის ახალი პრეზიდენტი, რომელიც ასევე ტრამპთან არის შეთანხმებული. კი, ფუხიმორი მართავს ტრამპთან ერთად. ვინ? ის. ფუჯიმორი ის ძალიან კარგად მართავს ტრამპთან ერთად. და ის არ იყო მოწვეული იმ შეხვედრებზე, რომლებიც ტრამპმა გამართა მილეისთან, ბოლსონაროს შულთან, კასტთან, კასტთან ჩილეში. ის ტრამპის რჩეულებში არ არის. მაგრამ მან უკვე განაცხადა, რომ ის, რა თქმა უნდა, ემხრობა რეგიონის ახალ პოლიტიკურ ტალღას. ვიმეორებ მილეი არგენტინაში, კას ჩილეში. პარაგვაი და ბოლივია ასევე თანხმდრაში არიან. ეხლა ბრაზილიაში წლის ბოლოს არჩევნები გვექნება, ლულა კიდევ ერთხელ ცდილობს ბოლსონაროს ვაჟი ჩამოერთვა უფლებები და ისიც დამნაშავედ ცნეს. ამიტომ ალბათ და მიუხედავად იმისა, რომ ეს ჩვენი
ფრანჩესკო გუერას უნდა ეთქვა, მაინც ბოლსონარიზმის წარმომადგენელი იქნება, რომელიც დღეს ძალიან ცნობილია. რიო დე ჟანეიროს გუბერნატორი. და ის იქნება ის, ვინც ალბათ კანდიდატურის დაკენებას ეცდება, თუ არა ის მაშინ ბოლსონარიზმის სხვა წარმომადგენელი. იმიტომ რომ ბოლსონარიზმი ბოლსონაროს გარეშე არ ბრდება. ეხლა ეს უკვე დამოუკიდებელი მიმდინარეობა. და შემდეგ ეკვადორში, რა თქმა უნდა, დანიელ ნობუა. მასაც ამერიკის მოქალაქეობა აქვს, აშშ-ში დაიბადა და გაიზარდა, ეკვადორის პრეზიდენტი. უკვე იწყება კარგული კანონზომიერების დანახვა. დიახ, სუსტად ესეა, სუსტად. ეს საკმაოდ შემაშფოთებელი კანონზომიერება, მაგრამ ამავე დროს გვაჩვენებს, როგორ მოქმედებს კუბის, ნიკარაგუასა და ვენესუელის ჭრილი, იმ მოვლენების შიში, რაც კუბაში, ნიკარაგუასა და ვენესუელაში მოხდა და ხდება. ნიკარაგუაზე არავის საუბრობს, მაგრამ დანიელ ორტეგა უკვე გაგიჟებულია. სხვა სიტყვა არ მაქვს იმის აღსაწერად, რასაც დანიელ ორტეგა ნიკარაგუაში აკეთებს. სანდინიზმთან მას უკვე 10 წელია აღარაფერი აკავშირებს. ასე რომ რაც ნიკარაგუაში ხდება, რაც ვენესუელაში მოხდა და რაც კუბაში ხდება, უკვე მთელი რეგიონისთვის შიშის მიზეზია. რომლებიც ან უკიდურესად მემარჯვენე პრეზიდენტებს ირჩევენ, ან აუტსაიდერებს, ჰიპერლიბერალისტებს, რომლებიც თლიანად ბაზრის ლიბერალიზაციას და ვაშინგტონის გავლენისთვის გახსნას აპირებენ. ამიტომ დღეს არსებობს ახალი კონდორის გეგმა, რომელიც აღარ გულისხმობს ქვეყნებში დიქტატურების დამყარებას, დიახ, მაგრამ ეხლა მიზანია ისეთი პრეზიდენტების დასმა, რომლებსაც აქვთ ორმაგი ამერიკის მოქალაქეობა და რომლებიც გახსნიან ბაზრებს ექსპლუატაციისთვის. ექსპლუატაციისა და დონალდ ტრამპის ოჯახის ბიზნესისთვის. რადგან ესეც არსებობს. დიახ. ოჯახის ბიზნესი. და შეგახსენო ის საკითხი როგორ იყო ტრადიციის მოძრაობის შესახებ და მეორე საკითხი მინდოდა კითხო Facebook-ის მიხედვით ფუჯიმორისთან იყო ძლიერი იაპონური ყოფნა. დიახ, იყო ძლიერი იაპონური დიასპორის ყოფნა პერუში, მაგრამ ასევე ბრაზილიაში. როცა მე ვცხოვრობდი სან-პაულუში, წარმოიდგინეთ თუ ოდესმე სან-პაულუში წახვალთ, სან-პაულუში არის ყველაზე დიდი. სან-პაულუში არის იაპონური უბანი, რომელიც ყველაზე დიდია იაპონიის გარეთ. მას ქვია ჯაპაო ლიბერტაჯი. და სწორედ სან-პაულუში მდებარეობს და ყველაფერი იაპონურია, თვითონ Starbucks-იც კი საოცარია, ყველაფერი იაპონურ სტილშია გაკეთებული. და პერუც და ბრაზილიაც იყო ორი ქვეყანა, რომლებმაც მიიღეს ძალიან დიდი იაპონური მიგრაცია, დაახლოებით 1000 წლის წინ. ვიცოდი ეს, მე ალბათ კვლევებსაც ჩავატარებ. ეს შეიძლება ასევე უკავშირდებოდეს იმას, თუ როგორ ექცეოდნენ იაპონელებს მეორე მსოფლიო ომის დროს ამერიკაში ინტერნირებისას, რის გამოც მათ შეიძლება გადასახლება მოუწიათ. არა, ეს უფრო ადრე იყო. მაგრამ ძალიან საინტერესო ისტორია. სხვა დროს შეგვიძლია იაპონური დიასპორა განვიხილოთ და ზოგადად დიასპორებიც. ვენესუელა მაგალითად ერთ-ერთი ქვეყანაა, რომელმაც უამრავი დიასპორა მიიღო. მაგრამ მე მართლა ვერ ვხვდები, რატო არ ლაპარაკობენ ვენესუელაზე უფრო ხშირად იტალიაში. და აგოსტინო კოდაცი, რომელიც იტალიის ჩრდილო-აღმოსავლეთიდან იყო, გახდა პირველი ვენესუელელი კარტოგრაფი მე-19 საუკუნეში, 1800-იან წლებში. ის, ვისაც იმ დროის ვენესუელას პრეზიდენტმა დაავალა, შეექმნა მიგრაციის არხები ევროპიდან ვენესუელაში. აგოსტინო კოდაცი, იტალიელი. ანუ იტალია ყოველთვის ძალიან აქტიურად იყო წარმოდგენილი ვენესუელაში. მაგრამ ამაზე ძალიან ცოტას ლაპარაკობენ, მართლა ძალიან ცოტას. დეპორტირებულებზე რო ვიფიქროთ, წარმოიდგინეთ რა უიღბლობა, ამაზე მართლა ძალიან ცოტას ლაპარაკობენ. ნობას ხვერთ კომენტარს, აქ წერენ, რომ მასტერმა წვერი შეიმოქლა წინა პირდაპირ ეთერთან შედარებით. ეს მოსადმა გითხრა? არა, ეს ჩემმა პატარა მითხრა, რომ ძალიან გრძელი იყო, ამიტომ შევიმოკლე და აქ მადრიდში სიცხის თავღებია, ეხა 40 გრადუსია. მაშასე წარმოიდგინეთ, რომ ტრამპმა გააგრძელა დეპორტაციები ვენესუელაში. იმიტომ რომ როგორც კი მადურო მოიშორეს და აკავეს დელსი როდრიგესთან ერთად, თქვეს, კარდი, ეხლა შენთან ხალხის გაგზავნას დავიწყებთ. თვითმფრინავები სავსე იყო დამნაშავეებით, ჩვენი აზრით, მაგრამ სინამდვილეში ეს ადამიანები ქუჩებიდან აყვანილი ხალხი იყვნენ, რომელთაგან ბევრი უბრალოდ მუშაობაზე მიდიოდა. ხო, იცით, აი ეს ის მდგომარეობა ვენესუელაში. მოკლედ ბიჭებო, ყველაზე შემზარავი მდგომარეობაა ის, რომ
130-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, რომლებიც წინა ღამეს შეერთებული შტატებიდან გააძევეს. მათ ლაგუაირას რაიონში მაიკეტიასთან ახლოს ერთ სასტუმროში განათავსეს, რომელიც მიწის ძვრის დროს თლიანად ჩამოინგრა. ასე რომ გონი მხოლოდ 2 ადამიანი გადარჩა იმათგან, ვინც იმ დღეს გააძევეს. წარმოიდგინეთ, მოახერხეთ ვენესუელიდან ემიგრაცია, ხეხით გადავახეთ დარიენი, მთელი ცენტრალური ამერიკა გაიარეთ, მოახერხეთ შეერთებულ შტატებში მისვლა, მექსიკა გადალახეთ და საბოლოოდ შეერთებულ შტატებში მოხვედით. იწყებთ მუშაობას, ცდილობთ დოკუმენტები წესრიგში მოიყვანოთ, ვერ ახერხებთ, მაგრამ მაინც იწყებთ, ცდილობთ იმუშაოთ. შეიძლება ვენესუელაში გყავთ ოჯახის წევრები, რომლებსაც უგზავნით ფულს, ერთ მომენტში გონიათ, რომ ყველაფერი გამოგივიდათ, მაგრამ არა. მოდის აისი, ციხეში გსვამს, გდეპორტირებთ, ჩადიხართ, მადიხართ მაიკეტიაში, ვერც კი ასწრებთ თქვენი ოჯახის წევრების ნახვას, მიწის ძვრა და იღუპებით შენობის ქვეშ მოყოლილები, სადაც თქვენი მემფავრობამ ჩაკეტათ. ანუ და ეს ოპტიმიზმის ტალღა, დიდ მადლობას უხდი დიეგო ბატისტესას ამ საღამოსთვის, რომელმაც მართლაც სახალისო და მსუბუქი ისტორიებით გავახალისა. არა, მძიმეა, მე კიდევ ერთი რამ თუ მოახერხა ჩემი დამწუხრება. მაშინ როცა მე უკრაინასა და ირანში ომით ვარ დატავებული. არა, ეს მძიმე თემაა, რომელიც მე პირადულადაც მეხება, ერთი ოჯახის წევრი იმ აეროპორტიდან 5 საათით ადრე გაფრინდა აქ, ესპანეთში მოსასვლელად. 5 საათით ადრე. ასე რომ არის. სიტუაცია პირდაპირ ეთერშია, ფაქტობრივად განსაკუთრებული, მადლობას გიხდით, გითხარით რომ დღეს საღამოს დამუხტული მოვიდოდი, რადგან ძალიან ცოტა იყო ფაქტობრივად, დაითვალეს ცოტა. დღეს საღამოს პუბლიკა თავშეკავებული დარჩა, თითქმის ძალიან ცოტა. ფაქტობრივად გითხარით, რომ ეს იქნებოდა პირდაპირ ეთერი, სადაც ძალიან დამუხტული მოვიდოდი. იმიტომ რომ განსაკუთრებით ვენესუელაზე არის რაღაცები, რაც ჩემთვის წარმოუდგენელია, რომ არ ყვებიან, არ ხსნიან, არ ამბობენ. ჩემთვის ასევე რთულია უყურო ადგილებს, სადაც ყოფილ ვარ, სადაც მიცხოვრია, როგორ ინგრევა და ნადგურდება. და კიდევ ერთხელ გიმეორებ, ზუსტად 2 წლის წინ ლაგუაირაში ვიყავი, ვსაუბრობდი. მახსენდება ერთი ტაქსის ძღოლი, რადგან მაიკეტიას აეროპორტში ჩავედით, სასტუმროში ვიყავით და ტაქსი ავიღეთ, რომ ლაგუაირა დაგვეთვალიერებინა. ისტორიული ცენტრი, რომელიც მოაწესრიგეს და მახსოვს საუბარი, რომელიც იმ ტაქსის მძღოლთან ჰქონდა. თქვათ, როგორია სიტუაცია ახლა, როცა ქვეყანა ფაქტობრივად დოლარიზებულია. ხედავთ, რომ ბაზარი ცოტათი მოძრაობს და ამბობდა, ეხლა შეგვიძლია ვიმუშაოთ, გვიხარია, რომ შეგვიძლია ვიმუშაოთ. და ის გეუბნებოდა, რომ ხოდა 2 ქალიშვილი, რომლებიც სწავლობდნენ, თვითონ და მის ცოლი მუშაობდნენ და ამბობდნენ, ორივე მუშაობთ, ქალიშვილები სწავლობენ და თვეს ბოლომდე ვწვდებით. ერთადერთი რამ არის ის, რომ მოულოდნელობას ვერ უმკლავდებით. თუ ხვალ მანქანის საბურავი გამიფუჭდება, მე არ მაქვს დანაზოგი, რომ ამის გადახდა შემწვა. ასე რომ შეგვიძლია ვიმუშაოთ, მაგრამ დღიდან დღემდე ვცხოვრობთ. საუბრობთ ადამიანზე, რომელსაც განათლება ჰქონდა, ადამიანს, რომელსაც დიპლომი ჰქონდა და ასე შემდეგ. მაგრამ ის ტაქსისტად მუშაობდა, ასე რომ ლაგუაირაში პირველი ადამიანი, ვინც გამახსენდა ის იყო. ეს იყო ის, ვინც მაინც ცდილობდა პატარა ხელნაკეთების მაღაზიით, იქვე პლაჟზე არებას გაეყიდა. სწორედ იმ ადგილას, სადაც არებას ყიდდა პლაჟზე. იყო დიოსტადო კაველიოს ქალიშვილი. მიწის ძვრამდე რამდენიმე კვირით ადრე. რაღაცას აკეთებდა, რეკლამას აკეთებდა, ხო? ლაპარაკობდა ლაგუაირაზე, ტურიზმზე, ყველაფერზე, ასე რომ, მოკლედ, ეს არის. ეს რაღაცა, რაც პირდაპირ მეხება, რადგან კარგად ვიცნობ და იმიტომაც ვიმეორებ, ძალიან ცუდად მეჩვენება. ეს არის რომ ინფორმაციას ნამდვილად ცუდ სამსახურს უწევენ, ლაპარაკობენ ისე როგორც ლაპარაკობენ. ასე რომ მირკო, ვისარგებლებ შემთხვევით და მადლობას გიხდი, რადგან ვიცი რომ ამ არხზე ომზე ლაპარაკობენ. ამიტომ ცოტათი აფართოებ ფარგლებს, რომ ამაზეც ილაპარაკო, ამ თემებზე. მაგრამ აი ხედავ რომ სტეპანო მეთანხმება, ხო ასეა. წავიკითხე რომ ბოლოს თქვენს გაბრაზებული იყავით, იმიტომ რომ ის რაღაცები რაც ვცელდება, ეხლა ვხვდები. მაგალითად, თუ ესპანურად არ ლაპარაკობთ, ზოგიერთი ვიდეოს გაგებაც რთულია. ფრთხილად იყავით იმ მინდადის ამბავზე. დაასმინეთ, როცა ესეთ განცხადებებს ხედავთ. არიან არხები, რომლებიც აგროვებენ ამ განცხადებებს დასასმინებლად. ვიღაცამ ადრე დაწერა, რომ ეპსტეინი გარდაიცვალა ან მოკლეს, როგორც ამბობენ. და ეს არ ნიშნავს, რომ ქსელი დაშლილი. და სწორედ ესეთ ტრაგედიებში ეძებენ მოთხოვად ადამიანებს, ამ შემთხვევაში ბავშვებს.
ამიტომ მართლა თუ შეგვიძლია ვეცადოთ, შევქნათ ქსელი, ვიხოთ სასარგებლოები დისტანციიდანაც. კიდევ ერთი რამ ჩახუტება და მადლობა ვენესუელის დიასპორას, რომელმაც ყველაფერი დააკეთა. მე ვნახე აქ მადრიდში შეგროვების ცენტრები და ადამიანები, რომლებმაც დრო დაუთმეს და წავიდნენ პირველადი საჭიროების ნივთების საფიგლად. ყველა ქალაქში, სოფლიო დონეზე ვენესუელის დიასპორის წარმომადგენლები წინა ხაზზე იყვნენ. იმისთვის რომ იქ ყოფილიყვნენ, რომ მონაწილეობა მიეღოთ, მიუხედავად მანძილისა, ამიტომ მართლა ვენესუელაში ხალხი ხალხს გადაარჩენს. და ისენიც კი ვინც იქ არ იყო, ყველაფერს აკეთებდნენ, რომ რაღაცა გაეგზავნათ. ესე რომ და ეხლა დიდი ეჭვი, არა იმისთვის, რომ კიდევ უფრო გაგაბრაზოთ, მაგრამ დიდი ეჭვი, რომელიც გვაქვს, არის ის, თუ ვინ მართავს დახმარებებს, როცა ისინი ტერიტორიაზე ჩამოვა. რადგან კიდევ ერთხელ გიმეორეთ, ვიცით რომ სწორედ სამხედროები და პარამილიტარები, რომელსაც დიოსდადო კაველიო ხელმძღვანელობს, არეგულირებენ შავ ბაზრს. და სწორედ ისინი არიან, ვინც ალბათ საბაჟოებში, პორტებში და აეროპორტებში მიიღებენ ამ დახმარებებს. ამიტომ მე ვიმედოვნებ, რომ ოჩეასა და წითელ ჯვარს ეკნებათ პირდაპირ ცდომა ამ დახმარებებზე და სწორედ ისინი შეძლებენ მათი ზედამხედველობით მართვას. შეიძლება ისინი არ არიან პირდაპირ თქვათ შეერთებული შტატების წმინდანები, რომლებსაც შეუძლიათ განაცხადის გაკეთება. უკვე ნახეთ, როგორ მართავდნენ მადალითად დახმარებებს ხაზაში, ისინი პირდაპირ არ მართავდნენ დახმარებებს, უბრალოდ ასრულებდნენ მათ. სხვა საკითხია, მინდა ვთქვა, ამერიკული წითელი ჯვრის, ესპანური წითელი ჯვრის, ან ვენესუელის წითელი ჯვრის ზედამხედველობით. მაგრამ მოკლედ რომ არსებობდეს მესამე მხარეები, რომლებიც გარანტიას მოგცემენ, რომ ეს დახმარებები არ იმართება არმიის მიერ და არ იმართება თავრობის მიერ ამ მხრივ. მაშინ დიდ მადლობას ვუხდი დიეგოს, ყველას ვინც გვიყურებდა, როგორც ხედავთ ჩვენ უთმობთ დროს და ყურადღებას ესეთ ამბებსაც, მაგრამ ასევე იმიტომ რომ მე მიყვარს სწავლა, ასე რომ ეს სფერო, რომელსაც ვერ ვმართავ, არ ვარ მომზადებული, არ მაქვს საკმარისი დრო რომ სამხრეთ ამერიკის ამბებსაც მივყვე, ამიტომ სარგებლობ ექსპერტების დახმარებით. ამ ვნებით, რადგან გრძნობთ ამას, იმ ვნებას, რაც დიეგოს აქვს თავის სფეროში, როგორც მაშინ, როცა ის მოდის. პოლიქიენი. რომ უყვარს ის, რასაც აკეთებს, ზრუნავს, სწორად მიაწოდოს ინფორმაცია, სრულად, არ არის იდეოლოგიზებული, რადგან როგორც ხედავთ, აკრიტიკებს როგორც მარცხნივ, ისე მარჯვნივ და ჩემი აზრით, მათ არ აქვთ ის სივრცე, რაც იმსახურებენ. იმიტომ რომ მე მინდა ვნახო ისეთი ხალხი როგორიცაა დიეგო, მინდა ვნახო ისეთი ხალხი როგორიცაა პოლიქიენი, ტელევიზიაში მივიდნენ და აგიხსნან რა ჯანდაბა ხდება აფრიკაში, სამხრეთ ამერიკაში. აი ესეთი რაღაცები. და ამის ნაცვლად ეს ყველაფერი YouTube-ზე უნდა გავაკეთოთ. საბედნიეროდ თქვენ ხართ, ვინც გვიჭერთ ხარს. და ვის აინტერესებს ტელევიზია? თუ რაღაც ამბების ასახსნელად 4 საათი დაგჭირდება, ჩვენ იმდენი დრო გვექნება, რამდენიც გვინდა. ჩვენ არ გვაქვს დროის ლიმიტი, არ ვართ უთნახევრით შეზღუდული, ბოდიში რეკლამაა. ეს არხი მათთვისა, ვისაც სურს გაიგოს და ვისაც სურს ნამდვილად სირმისეულად გაიგოს ყველაფერი, იმიტომ რომ ის რაც მან ამ თითქმის 2 საათში თქვა, არის მხოლოდ მცირე ნაწილი იმ დროისა, რასაც ამ ყველაფერს უთმობს. იმ ცოდნისა, რაც მას აქვს. და თუ მის გვერდს დააგვირდებით, შეგიძლიათ სხვა კითხვებიც დაუსვათ, სხვა რაღაცებიც კითხოთ. ეს იგივეა, რასაც გირჩევთ, რომ გააკეთოთ პოლიქიენის, აფრიკანიზმების და ასე შემდეგ გვერდებთანაც. და მე კარგი უკვე მუშაობ უკრაინის ომზე, არ ვიცი რამდენ საათს მიუძვენი, ბიჭებო, ათასობით და ათასობით საათი ამ 4 წლისა და ნახევრის განმავლობაში. ამიტომ ბატონებო, ძალიან გმადლობთ, გპირდებით რომ შაბათ-კვირას მოგაწვდით განახლებას უკრაინაზე და შეიძლება იყოს რაღაც კორმოსანტესთანაც. მადლობთ თქვენ მირკო, დიდი მადლობა სივრცისთვის. გავიხსენოთ რომ ამ მომენტში ნამდვილი მსოფლიო ჩემპიონატი ვენესუელაში ტარდება. თუ სადმე ქუჩაში ვენესუელას შეხვდებით, ჩაეხუტეთ და უთხარით, რომ ჩვენ სოლიდარულები ვართ და ვენესუელა ფეხზე წამოდგება. ვენესუელელი ხალხი ამის და კიდევ ბევრის გაგაკეთება შეუძლია, მაგრამ ამ მომენტში მათ ნამდვილად ჭირდებათ სოლიდარული ჩახუტება. მადლობა რომ გვადევნებთ თვალს. ვიქნები სოლიდარული. მადლობა რომ გვადევნებთ თვალს ჩემს არხებზე და იმედია აქაც პარაბელუმზე ისევ ერთად შეგხვდებით. ცოტა ხანში ეს შეიძლება იყოს ბოლო ადგილი, სადაც საუბარს შევძლებ, რადგან ამავდროულად კარგად მაჩვენებს, როგორ მუშაობს გარკვეული რედაქციული დინამიკა. გაიხსენეთ, რომ ჩამოტვირთოთ აპლიკაცია და ვისაც არ აქვს, გადმოიწერეთ, მოვი აღწერაშია. ყველას მადლობა და ღამე მშვიდობისა. ნახვამდის კარგ საღამოს გისურვებ.